საღამომშვიდობის. თქვენს წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი: ქრისტე და ანტიქრისტე. ეს სათაური ბარემ თავიდანვე რომ განმარტო, მინდა წაგიკითხოთ რამდენიმე თეზისი, რამდენიმე დებულება, გნებავთ რამდენიმე ფორმულა. უпростоრად სამი ფორმულა. პირველი: დასავლეთი სადაც უნდა მოქმედებდეს, დედამიწის რომელ რეგიონსა და რომელ წერტილშიც მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ ასე დაიყო იმთავითვე: ქრისტეს ტახტი და ანტიქრისტეს ტახტი. რუსეთში ქრისტეს ტახტია, დასავლეთში ანტიქრისტესი. მუსლიმები ან ბუდისტები ან სხვა რომელიმე რელიგიური სახელმწიფოები არ არის ქრისტეს მტერი. ქრისტეს მტერი არის ვითომ ქრისტიანული დასავლეთი. მეორე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა შედიოდა არა რუსეთის ინტერესებში, როგორც არის შეფუთული ეს ისტორია, არამედ დასავლეთის ინტერესებში. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის საქმეში გადაულახავ ბარიერად დასავლეთი გვევლინება. და მესამე: რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება და მასთან ურთიერთობის მოწესრიგება არის საქართველოს ხსნის ერთადერთი გზა. მაშასე შეუდგეთ დღევანდელ გადაცემას და ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე. თქვენ იცით რომ ისრაელსა და ირანს შორის ომი მძვინვარებს. ორივე მხარე ერთმანეთს უტევს დრონებით, რაკეტებით, ბალისტიკური რაკეტებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ წინა გადაცემაში სწორედ ამ თემაზე მქონდა საუბარი და ახლაც მინდა ამავე თემაზე საუბრით დავიწყო ეს გადაცემა. ნახოთ როგორია სურათი. Цахал сообщает об ударах по ядерному предприятию Натензе в провинции Исфахан, где, по данным военных, Тегеран работает над созданием бомбы. Под ударами также нефтебазы, топливные хранилища и другие объекты критически важных отраслей экономики. Более 150 целей только за эту ночь. В свою очередь, Иран отвечает массированными пусками ракет. Взрывы и пожар в Хайфе. Баллистические ракеты ударили по нефтеперегонному комплексу. В этой войне Иран впервые применяет гиперзвуковую ракету, боеприпас «Хайбар». Из соображений безопасности Израиль остановил добычу на крупнейшем газовом месторождении Левиафан в восточной части Средиземного моря. Ракетным ударом поврежден крупнейший израильский научный центр имени Вейцмана в городе Реховот, близ Тель-Авива. ეს ფრაგმენტი მე მოვიხმე რუსული ტელეარხიდან და ალბათ სწორად გავაკეთე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, სადაც უნდა მოქმედებდეს ამერიკის შეერთებული შტატები, კოლექტიური დასავლეთი, ისინი ყველგან მოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი ამ შემთხვევაში პირველი სამიზნეა, თუმცა სარაკეტო დარტყმების გაცვლა მიმდინარეობს ირანსა და ისრაელს შორის. შესაბამისად, ეს ომი ჯერჯერობით ასე გამოიყურება, ომი ირანსა და ისრაელს შორის, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა ხვდებით და იცით, რომ ეს არ არის ომი ისრაელსა და ირანს შორის. ეს გაცილებით უფრო ფართო მასშტაბის ომია და აქეთ მხარეს, ისრაელის მხარეს არ დგას ეს პატარა სახელმწიფო ისრაელი, არამედ დგას უზარმაზარი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები. და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ იქ სადაც არის ამერიკის შეერთებული შტატები, არიან ევროპული სახელმწიფოების და არის რა თქმა უნდა სამხედრო ბლოკი ნატო. ასე რომ ეს არის დასავლეთის ომი ირანის წინააღმდეგ, თუმცა ირანის მხარესაც თუ შევხედავთ, ეს არ არის ირანის წინააღმდეგ ომი, არამედ როგორც უკვე გითხარით, ფართო მნიშვნელობა აქვს მას, გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არის ომი რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ რუსეთს როგორმე უნდა გამოაცალონ მოკავშირეები. რუსეთის მოკავშირე გახლავთ ირანი. და არა მარტო ირანი, რა თქმა უნდა, რუსეთი დღეს
ბრიქსის წევრია, ბრიქსის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ბრიქსში მოგახსენებათ მრავალი სახელმწიფო შედის, მათ შორის ირანიც და აი მიდის ბრძოლა სწორედ ამ გაერთიანებასთან. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაასუსტონ რუსეთი. ებრძოლონ რუსეთს, ეომონ რუსეთს და დააჩოქონ რუსეთი. ეს ჩანაფიქრი დიდი ხნის წინანდელია და ის არსად წასულა, ისევ მოქმედებაშია სამწუხაროდ. ეს არის ჩანაფიქრი იმ deep state-ისა, რომელსაც თითქოს ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი ტრამპი, მაგრამ როგორც ვნახეთ, ზოგიერთი ჩანაფიქრის განხორციელებაში ტრამპი აღმოჩნდა ისევ deep state-ის მხარეს ან deep state-ის მონამორჩილი, deep state-ის დავალებების შემსრულებელი. ნახოთ, ჯერ ეს გასარკვევია, რა როგორ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ის deep state-იც არსად წასულა, ისიც მოქმედებაშია და ის აგრძელებს თავის საქმიანობას. თავის საქმიანობის უმთავრესი კულმინაციური მიზანი გახლავთ მსოფლიოზე ერთპიროვნული გაბატონება. ეს იდეაც, როგორც ჩანს, არსად წასულა და ამისი ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება თუ იყო ომი პირობითად რუსეთსა და უკრაინას შორის, აქაც იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ ეს გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობის მოვლენაა ვიდრე ორ სახელმწიფოს შორის ომი, აქაც იგივე ვითარება გვაქვს და ესეც არის გაგრძელება სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მსოფლიო ჰეგემონიზმისკენ მიდრეკილებისა და მისწრაფებისა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ სიტყვას, ამ გამოთქმას არსად წასულა და ისევ ძალაშია. ახლა ნახოთ როგორ ვითარდება ეს მოვლენები, როგორია დამოკიდებულებები, აი მაგალითად რა პოზიცია აქვს და რას ლაპარაკობს, რა შეფასებას აძლევს ყველაფერ ამას ბატონი ნეთანიაჰუ. אנחנו יצאנו למבצע הזה. ჩვენ წამოვიწყეთ ეს ოპერაცია ჩვენი სახელმწიფოსთვის ორი მთავარი საფრთხის მოსაშორებლად. ესაა ბირთვული და ბალისტიკური საფრთხე. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ ამ მიზნებისკენ. უკვე ვაკონტროლებთ თეირანის ცას. უდიდესი ძალისხმევით ვუტევთ აიათოლას რეჟიმის ყველა სიმბოლოს, ბირთვულ შეიარაღებას, რაკეტებს, შტაბ-ბინებს. რამდენიმე ათეული წელიწადია, რაც ეს კაცი, ბატონი ნეთანიაჰუ, ჯიუტად იმეორებს, რომ აი სულ ახლო მომავალში ირანს ექნება ბირთვული შეიარაღება. არა და გადის ათეული წლები და ცნობილია, რომ ირანს არ აქვს ბირთვული შეიარაღება. შესაძლებელია ირანი მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ იქ რომ ბირთვული შეიარაღება არ არსებობს, ამას მე კი არ ვამტკიცებ, არამედ ამტკიცებენ ის შესაბამისი სტრუქტურები, რომლებსაც ინფორმაციისთვის ხელი მიუწვდებათ და მიუწვდებათ აბსოლუტურად, ანუ ყველაფრისთვის მიუწვდებათ ხელი. მათ შორის ერთ-ერთი არის მაგატე, იცით თქვენ, რას ნიშნავს ეს ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ ბირთვული შეიარაღება ირანს არ აქვს. აქ ბატონი ნეთანიაჰუ ამბობს იმას, რასაც ამბობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ფორმულა, რომ ირანს აქვს ბირთვული შეიარაღება და ანუ ქმნის ბირთვულ შეიარაღებას და მიყვანილია ეს საქმე იმ კონდიციამდე, რომ თუ არა ასეთი გზით, თუ არა დაბომბებით, თუ არა ომებით, ამ პროცესს ვეღარ შევაჩერებთო, ეს იდეა არ არის ბატონ ნეთანიაჰუს გამოგონილი, ეს იდეა მოდის დასავლეთიდან და რომელსაც აქვე ვნახავთ ბატონი ტრამპი. ფიქრობ, რამდენიმე კვირაში ისინი მიიღებდნენ ბირთვულ იარაღს და მჯერა რომ გამოიყენებდნენ მას. მათ ხელი უნდა მოეწერათ შეთანხმებაზე. ფიქრობ, სურთ შეთანხმება და მათთვის კარი ჯერ არ არის დახურული. რაც შეეხება შეერთებული შტატების პოტენციურ ჩართულობას, მაქვს იდეები თუ რა უნდა გავაკეთო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ომის დროს ყველაფერი იცვლება. ეს შეიძლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდეს. მე მაქვს გეგმა ყველაფრისთვის, მაგრამ ნახოთ რა მოხდება. აი ასეთი არის ეს მიზეზი, უпростоრად საბაბი, რომელსაც იყენებენ იმისთვის, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელდეს სამხედრო ოპერაცია. ალბათ გაგახსენდათ, თუ არა და მე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ერაყში იწყებდნენ სამხედრო ოპერაციას, ერაყის დაბომბებს, ერანის ლიდერის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, სადამ ჰუსეინი ყავს ხელმძღვანელობაში,
მაშინაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამტკიცებდნენ, რომ ერაყს აქვს მასობრივი განადგურების იარაღი. და ამის დასადასტურებლად გახსოვთ თქვენ მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელსაც რაღაცა სინჯარა ეჭირა ხელში, რომელშიც რაღაცა ფხვნილი ეყარა და მთელ მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ ეს არის სწორედ ის მასობრივი განადგურების იარაღი, რომელიც ქმნის უდიდეს საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის და ამიტომ ერაყი უნდა დაიბომბოს და ერაყი უნდა განადგურდეს მისი ლიდერი სადამ ჰუსეინი. ასეთი პოზიციები იყო, არსებობდა, ეს ჩანაფიქრი მათ განახორციელეს, ერაყი დაბომბეს, სადამ ჰუსეინი ჩამოახშვეს, შემდეგ თქვეს, რომ თურმე ერაყს არ ქონდა მასობრივი განადგურების იარაღი, ეს შეგვეშალაო და ბოდიში არ მოუხდიათ, მაგრამ აღიარება ამასთან დაკავშირებით იყო, თუმცა ბოდიშიც რომ ყოფილიყო, ვერც სადამ ჰუსეინს გააცოცხლებდა ეს ამბავი და ვერც იმ დაღუპულებს ჯარისკაცების თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, რომლებიც შეეწირნენ აი ამ ამოჩემებულ, აკვიატებულ იდეას, ანუ საბაბს, მხოლოდ და მხოლოდ საბაბს იმისთვის, რომ იერიში განახორციელებინათ ერაყის მისამართით. ახლა იგივე ხდება ირანის მისამართით, ამბობენ, რომ ირანს აქვს ბირთვული შეიარაღება, ახლოს არის ყოველ შემთხვევაში ბირთვული შეიარაღების შექმნასთან, ჩამოყალიბებასთან და ამიტომ ეს ოპერაცია უნდა განხორციელდეს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ვინაიდან ტრამპი დაეთანხმა ამ მოსაზრებას და ტრამპმა, ასე ვთქვათ, კვერი დაუკრა ნეთანიახუს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნეთანიახუ და ისრაელი კი არ იბრძვის, კი არ ომობს ეს პატარა სახელმწიფო ირანის წინააღმდეგ, არამედ მის უკან დგას უზარმაზარი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც წააქეზა, დაავალა ისრაელს, ნეთანიახუს, ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია ამისი საშუალება, ამ ზემოქმედების საშუალება და დააწყებინა ეს ომი, რომელიც შემდეგ ალბათ თვითონ უნდა გააგრძელონ და ალბათ ჩამოყალიბებული და ჩაფიქრებული აქვს თუ სანამდე მივა ეს ყველაფერი. მანამდე კი რა კი უკვე ვთქვი და ვახსენე, მაგატეს დირექტორი, მე ბარემ მოგასმენებთ მის მოსაზრებასაც, ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით ირანში. Я не видел свидетельств производства ядерного оружия в Иране. Об этом в интервью CNN заявил директор Международного агентства по атомной энергии МАГАТЭ Рафаэль Гросси. «Мы не нашли доказательств систематических усилий по разработке ядерного оружия», сказал он. Директор МАГАТЭ сказал, что инспекторы агентства не располагают полной информацией о мирной ядерной деятельности Ирана. На вопрос о сроках, необходимых Ирану для создания ядерного оружия, он ответил, что это не вопрос ближайшего времени, возможно, даже не вопрос ближайших лет. Აი ასეთი გახლავთ სინამდვილეში რეალობა, რომელთანაც საქმე გვაქვს, იმიტომ რომ აი ამ პიროვნებას მიუწვდება ხელი ყველა ინფორმაციისთვის. მას შეუძლია კვლევები ჩაატაროს, მას შეუძლია ყველა კუთხე-კუნჭული მოიაროს და მის ხალხს აქვთ სრული შესაძლებლობა იმისა, რომ დადონ კომპეტენტური და კვალიფიციური დასკვნა. დასკვნა კი ასეთია, რომ არათუ ახლა არათუ თვეების შემდეგ, არამედ წლების შემდეგაც არ არის ახება ის პერსპექტივა, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული შეიარაღება. აი ასეთია დასკვნა მაგატესი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, რასაც ჩვენ ვხედავთ და რაც არის სრული კატასტროფა. არა მარტო ამ ორი ქვეყნისთვის, ირანისა და ისრაელისთვის, არამედ მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ რაში გადაიზრდება ეს ამბავი, კაცმა არის ვერავინ ვერ იტყვის წინასწარ თუ რას რა მოყვება, ის ვიცით, რომ რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი არის უაღრესად დაძაბული რეგიონი და ამ რეგიონის აფეთქება ნიშნავს პრაქტიკულად მსოფლიოს აფეთქებას, იმიტომ რომ მსოფლიოს უზარმაზარ სახელმწიფოთა ინტერესები ამ რეგიონში ისე არის გადახლართული ერთმანეთთან, რომ შემდეგ ამ კვანძის გახსნა შეუძლებელი გახდება, თუ არა დიდი სამხედრო დაპირისპირების გზით. სხვა გზა ვერ იარსებებს უბრალოდ. აი ასეთი გახლავთ ეს ვითარება. ახლა რაც თქვა
მაგატეს დირექტორმა ჩვენ ვნახეთ, მოვისმინეთ, მაგრამ ამას დაუმატოთ ისიც, რომ თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაზვერვო სამსახურის უფროსი ლაპარაკობს იგივეს, რაც მაგატემ თქვა. მან თქვა, რომ ირანში ჯერჯერობით ასეთი რამ არ არსებობს. ირანში არ არსებობს საფუძველი, რეალური საფუძველი იმისა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდეს სამხედრო ოპერაცია. ეს თქვა ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასე უპასუხა. Трамп по заявлению директора национальной разведки США о том, что Иран не создает ядерное оружие. Меня не волнует, что она говорила. Я считаю, что они подобрались очень близко. შეიძლება დავავთქვათ, შეიძლება არა. ანუ არავინ იცის რას ვაპირებ. ამის თქმა შემიძლია. ირანს ბევრი პრობლემა აქვს და მოლაპარაკება სურს. მე მათ ვკითხე, რატომ არ დაიწყეს ჩემთან მოლაპარაკებები აქამდე. ამდენი სიკვდილიდან გრევა. რატომ არ მომელაპარაკეთ ორი კვირის წინ. ამის გაკეთება შეიძლებოდა. ქვეყანას შეინარჩუნებით. ძალიან სევდიანია ამის ყურება. მსგავსი არაფერი მინახავს. მე მათ ვეუბნებოდი, რაღაც უნდა ვქნათ, უნდა მოვილაპარაკოთ. ბოლო წუთს მითხრეს, რომ ამას არ გააკეთებდნენ და შემდეგ მათ თავს დაესწნენ. ირანელები დამიკავშირდნენ, ვუთხარი რომ ძალიან გვიანია. ძალიან გვიანია სალაპარაკოთ. შეიძლება შეუხვდეთ, არ ვიცი. დღევანდელ დღესა და ერთი კვირის წინანდელ ვითარებას შორის დიდი სხვაობაა. ესე იგი ჩვენ ვნახეთ ამ ქალბატონის სადაზვერვო სამსახურის უფროსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პასუხი ტრამპისა, რომ მე არ მაინტერესებს რას ფიქრობს და რას ლაპარაკობს ეს ქალბატონი. მე ვიცი, რომ ირანი ძალიან ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნასთან. ეს რას ნიშნავს? პირველ რიგში ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას. მე მესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე ვსაუბრობ, მაგრამ თვითონ ეს ნათქვამი უპასუხისმგებლობის გარდა არაფერს შეიცავს, იმიტომ რომ ტრამპმა რაც იცის, პირველ რიგში იცის იმ სამსახურებიდან, რომლებიც შექმნილი არიან იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია პრეზიდენტს მიაწვევა. როდესაც დაზვერვის სამსახურის უფროსი გეუბნება, რომ ასეთი რამ არ არსებობს, შენ კი ჯიუტად აცხადებ, რომ მე ვიცი ეს არსებობს, აქ არის, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლობის, რის შესახებაც საუბრობდი, ელემენტი და ძალიან დიდი დოზით. იმიტომ რომ ეს არის იგნორირება სპეციალური სამსახურებისა. რაც ძალიან გავს აკვიატებას სურვილს იმისა, რომ რასაც ამბობ, ის იყოს რეალობა, ის იყოს სიმართლე და არაფერი ამაზე გავლენას არ ახდენდეს. სამწუხაროდ აი ასეთი სურათი იხატება, ეს რაც შეეხება დამოკიდებულებას საკუთარი სადაზვერვო სამსახურის მიმართ, მაგრამ აქვე ჩვენ მოვისმინეთ დამოკიდებულება ირანის მიმართ, რომ ახლა საუბარი უკვე დაგვიანებულია. არასოდეს არ არის საუბარი დაგვიანებული, სხვათა შორის ომის დაწყების შემდეგაც არ არის საუბარი დაგვიანებული. მეცას ვიტყვი, ომები იმიტომ იწყება, რომ საქმე როგორმე საუბრამდე მიიყვანოს. იქამდე, როდესაც ვერ მიდიან საუბრამდე, ან საუბარ შედეგი არ მოაქვს, მაშინ იწყება ძალადობრივი ქმედებები, იწყება ომი და ომის შედეგად ცდილობენ, რომ როგორმე მხარე მიიყვანონ მოლაპარაკებამდე, რათა დაარწმუნონ ამა თუ იმ საკითხში, რომ ეს საკითხი გადაიჭრას ისე, რომ მისაღები იყოს ორივე მხარისთვის და არ იყოს ერთი მხარე უარყოფილი. არ იყოს ერთი მხარის ინტერესი ხაზგადასმული. მაგრამ რაც თქვენ ახლა ტრამპისგან მოისმინეთ, ამაში ეს სურვილი არ ჩანდა, ამაში ისევ და ისევ ის ახირება და ის გაჯიუტება ჩანდა, რომ ირანს მე როგორც მინდა, ისე დაველაპარაკები. ეს არის ჩემი ნება, ეს არის ჩემი სურვილი და ასე შემდეგ. სხვათა შორის ბატონმა ტრამპმა ისიც კი თქვა, რომ ირანის ლიდერი, სულიერი მამა მე შემიძლია მოვკლა, მაგრამ ჯერჯერობით ამას არ გავაკეთებ. ჯერჯერობით. ჯერჯერობით იმას ნიშნავს, რომ დღეს არ გააკეთებ, მაგრამ ხვალ შესაძლებელია გააკეთო. თუ დაგჭირდა, გააკეთებ.
აი ეს მიდგომაც არის აბსოლუტურად არადემოკრატიული, აბსოლუტურად არასამართლებრივი და აბსოლუტურად გაუმართლებელი მიდგომა. ასე ლაპარაკი არ შეიძლება. მით უმეტეს ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორიც არის ირანი, ისეთ გავლენიან სახელმწიფოსთან, როგორიც არის ირანი. არავისთან არ შეიძლება, არც პატარა სახელმწიფოებთან არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, რომ მე ლიდერს როცა მინდა, მაშინ მოგიკლავ, მე რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და ასე შემდეგ და ასე ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია, დაუშვებელია. და რაც მთავარია ეს ეწინააღმდეგება ტრამპის იმ განწყობებს, იმ დაპირებებს, რითაც ის მოვიდა სულ რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებაში და გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შეუთავსებელია. სხვას ამბობდა, აბსოლუტურად სხვას ამბობდა, აბსოლუტურად სხვა ღირებულებების წამოწევით მოვიდა და სამწუხაროდ აკეთებს აბსოლუტურად სხვა რამეს. მაგრამ ასე ადვილად და ასე ვაგლახად შეიძლება დაიჩაგროს ირანი? არის ირანელი ხალხი ასეთი ხალხი თუ ირანში იქნება დიდი წინააღმდეგობა? ხანდახან სიტყვები ერთს ლაპარაკობს და შემდეგ ქმედებებში შეიძლება სხვა რამე იყოს გამოხატული. ნათქვამის სიტყვა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს სიტყვა შესრულდება, მაგრამ ირანის ლიდერი რას პასუხობს ტრამპის აი ამ დამოკიდებულებას და ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევია და რა თქმა უნდა ვიფიქროთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ყველაფერი არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც დიდი დოზით მისი ნათქვამი იქნება რეალიზებული. მოვისმინოთ, რას ამბობს ირანის ლიდერი. ირანელებს მხარის არ ეშინიათ. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანელიერი არ ნებდება და მათი მხრიდან ნებისმიერ სამხედრო ჩარევას გამოუსწორებელი ზიანი მოხვება. დიახ, აი ასეთი გახლავთ ეს პასუხი, რომ ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ გამოუსწორებელი ზიანი მოყვება ამ მიდგომას, ამ პოზიციას, ამგვარ ქმედებას და ამ გზით სიარულს. ნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაში არის თავიდან ბოლომდე ჩართული. არც მალავენ, არც არავინ არ მალავს, არც ისრაელი მალავს ამას და არც თვითონ ამერიკის შეერთებული და არც თვითონ პრეზიდენტი ტრამპი. ყოველ შემთხვევაში რაღაც საბუთი თუ არის საჭირო, აი ტრამპის მიმართ დამოკიდებულებაში როგორია გამოხატვა ნეთანიაჰუს მხრიდან. თბილისის საუბარი მქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. მადლობა მინდა გადავუხადო დონალდ ტრამპს, ისრაელის უდიდეს მეგობარს. მადლობა გვერდში დგომისთვის. ფაქტია, ხო? გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის, როდის? აი, ამ ომის წარმოების დროს. ესე იგი, ყველაფერი გასაგებია და არაფერი დამალული არ არის. ახლა ვნახოთ აი ეს ყველაფერი ლიდერის პოზიცია, ისრაელის ლიდერის პოზიცია, როგორ აისახება ისრაელის სახელმწიფოზე და როგორია განწყობა ისრაელში. ოპერაცია ამომავალი ლომის მიზნების სრულდება. ნამდვილად ჩვენ მოვახდინეთ ირანის გენერალური შტაბის უფროსის ლიკვიდაცია. ოპერაციის აწყის ფაზაშივე. ჯერ კიდევ უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ჩამნაცვლებლებს. ვინც არ უნდა იყოს ის, მას რეკომენდაციას მივცემდი, რომ ძალიან ფრთხილად იყოს. ეს არის მნიშვნელოვანი უწყების განცხადება. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო საქმეთა სამინისტროს განწყობილება აი ასეთია, შემართული, საომარი და ბოლომდე, ასე ვთქვათ, თავიანთი ინტერესების გატარებისა. როგორია თავდაცვის სამინისტროს პოზიცია? ვაფრთხილებ ირანელ დიქტატორს, რომ ომის დანაშაულების ჩადენა და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების გაშვება შეწყვიტოს. მას უნდა ახსოვდეს, რა მოვიდა დიქტატორს ირანის მეზობელ ქვეყანაში, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგო გეზი აიღო. მართალია, რაც ეს ამბები დაიწყო, მას შემდეგ სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა. ამ ერთი კვირის განმავლობაში რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ ჩაცხრებოდა, ვერ დაალაგდებოდა, ჯერაც მაღალია ეიფორია, ჯერაც მაღალია, ასე ვთქვათ, ემოციები, გაცილებით უფრო მაღალი ვიდრე რაციონალური განსჯა, მაგრამ ეს ემოციებიც, რა თქმა უნდა, რაღაცას ნიშნავს. თუმეტეს, როდესაც ემოციებით არ ლაპარაკობს ვიღაცა, კაცი, რომელსაც მარტო ლაპარაკი შეუძლია და საქმისთვის ხელი არ მიუწვდება, ამ შემთხვევაში ლაპარაკობენ სახელმწიფო
სტრუქტურების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო, რაც რა თქმა უნდა უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ როგორია დამოკიდებულება იქიდან, მეორე მხრიდან? ჩვენ ვნახეთ ლიდერის პოზიცია, ახლა ვნახოთ სტრუქტურების პოზიცია. მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ასეთ ვითარებაში დანებებას ნიშნავს. ირანი არავის შეეხვეწება აგრესიის შეწყვეტას, ჩვენ აგრესორს ვპასუხობთ. ისრაელი არღვევს საერთაშორისო ნორმებს და ირანს სრული უფლება აქვს აგრესიას პასუხი გასცეს. სრული უფლება აქვს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ირანზე მოხდა თავდასხმა. ირანზე მოხდა დაუსაბუთებელი თავდასხმა. ირანზე მოხდა არაპროვოცირებული თავდასხმა. არ ყოფილა პროვოკაცია, მაპროვოცირებელი არაფერი ყოფილა. თუ არ მივიღებთ ხედველობაში იმას, რის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ, ბირთვული იარაღის პროგრამა, შექმნის პროგრამა, რომელიც შესაძლებელია მუშაობს, მაგრამ იმ კონდიციამდე არ მისულა, რომ ასეთი ქმედებები იყოს საჭირო. რატომ ხდება ეს ყველაფერი? როგორი ახსნა შეიძლება ყოველივე ამას მოეძებნოს? შესაძლებელია ახსნა სხვადასხვა გვარი იყოს და სხვადასხვა მიმართულების იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ახსნა ისიც არის, რომ დასავლეთი გონებრივად მოიკოჭლებს. დასავლეთის establishment-ში დღეს აი კოლექტიურ დასავლეთს გულისხმობ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ევროპულ სახელმწიფოებს და ნატოს სახელმწიფოებს, ევროკავშირის სახელმწიფოებს. establishment-ის გონებრივი მაჩვენებელი და გონებრივი კოეფიციენტი, აზროვნების უნარი არის უაღრესად დაბალი. მათ და სამწუხაროდ გამონაკლისი შესაძლებელია არსებობდეს, ვერ დავიწყებ იმ მტკიცებას, რომ ყველას შეეხება ეს, მაგრამ უმრავლესობა ასეთია. აი მაგალითად, ერთი კონკრეტული ნიმუში, ცნობილი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, გახსოვთ თქვენ, ძალიან სერიოზული ჟურნალისტია და ძალიან პოპულარული ჟურნალისტია ამერიკის შეერთებულ შტატებში და აი ერთ-ერთ სენატორთან მას ჰქონდა ასეთი შინაარსის ინტერვიუ. Сколько людей живет в Иране? Я не знаю численность населения. Совсем не знаете? Нет, не знаю. Вы не знаете население страны, чье правительство хотите свергнуть? Сколько людей живет в Иране? 92 миллиона. Хорошо. Как вы могли этого не знать? Я ведь не сижу и не заучиваю таблицы с численностью населения. Но это же важно, ведь вы призываете к свержению правительства. Почему важно? 90 миллионов, их 80 или 100. Почему это вообще имеет значение? Я не говорил, что ничего не знаю о стране. Каков этнический состав Ирана? Персы. Какой процент? И в основном шииты. Прекрасно. Вы ничего не знаете об Иране. Хорошо. Я не эксперт по Ирану, как Такер Карлсон. Но вы сенатор, который призывает к свержению Нет, это вы ничего не знаете о стране. И при этом не знаете элементарных Это вы вещей утверждаете, о что стране. они не пытаются убить Дональда Трампа. Я этого не говорю. Это вы не можете решить, было ли правильно убить генерала Сулеймана. Вы даже не знаете, пытаются ли они убить Трампа. Я знаю. Если бы вы действительно знали, то призвали бы к военным ударам в ответ. Хорошо, мы уже наносим военные удары. Но вы же сказали, что это делает Израиль. Да, с нашей поддержкой. Я сказал мы. Израиль ведет операцию, но мы их поддерживаем. Вы сейчас делаете сенсационное заявление, потому что прошлой ночью представитель Совета национальной безопасности Алекс Пфайфер от имени Трампа заявил, что США не участвуют в ударах с израильской стороны. Мы не бомбим их. Это делает Израиль. Но вы только что сказали, мы поддерживаем Израиль. Это серьезно. Вы сенатор. Если вы говорите, что правительство США участвует в этом прямо сейчас, это имеет последствия. Люди же вас слушают. მართლაც შეგრცხვება, მის ნაცვლად შეგრცხვება აი ამ ჩინოვნიკის ნაცვლად. იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტური უცოდინრობა და აბსოლუტური უპასუხისმგებლობა ამავე დროს. ბოლოს და ბოლოს შეიძლება ენციკლოპედიაში ჩახედვა თუ ეზარება ადამიანს, დღეს პრობლემა არ არის, თქვათ Google-ის მეშვეობით თუ სხვა საძიებო სისტემების მეშვეობით, რაღაცა ღილაკს დააჭირო და ინფორმაცია მიიღო. რა სახელმწიფოა ირანი, რას წარმოადგენს იგი, როგორია მისი ფართობი, ტერიტორია, რამდენია მოსახლეობა, რას ფლობს, რას არ ფლობს. როდესაც სახელმწიფოსთან ომს იწყებ და შენ ასეთი მაღალი რანგის ჩინოვნიკი ხარ და იმ სახელმწიფოს შესახებ ელემენტარული საკითხები არ გაქვს დაზუსტებული და შესწავლილი და თან უტიფრად აცხადებ, რომ რა მნიშვნელობა აქვს იქ 80 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 90 თუ 100 მილიონი ადამიანი. აი ამ პასუხს რომ გასცემ
დასმულ შეკითხვას, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გაურბი ხარ შეკითხვას, არამედ იმას ნიშნავს, რომ ხარ აბსოლუტური უვიცი და თანაც იმდენად უვიცი ხარ, რომ ამ უვიცობის ცოტა უფრო ლამაზად შეფუთვაც არ შეგიძლია. და აი ასე ღაღადებს შენი უვიცობა იმაზე, რომ შენ დაკავებული პოზიცია არ უნდა გეკავოს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ დასავლეთის პოლიტიკოსებში და თანაც უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებში, სახელმწიფოთა მეთაურებშიც შეგვიძლია გასაოცარი უვიცობის მაგალითები ვნახოთ. ეხლა დროს არ წავიღებ ამითი, ამ მიმართულებით, თორემ იმდენი სულელური გამონათქვა, იმდენი უცოდინრობა, იმდენი უვიცობა და იმდენი უპასუხისმგებლობა გამოვლენილა ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომ მართლაც გაოცებული რჩები ადამიანი, როგორ შეიძლება ესენი სახელმწიფოს მეთაურები იყვნენ, როგორ შეიძლება მათ ჰქონდეთ ისეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება ან ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს შეეხება, რომელიც ადამიანთა დიდი ჯგუფების ბედს შეეხება. წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ სამწუხაროდ ასეა. აი მაგალითად გერმანიის კანცლერი ბატონი მერცი. ნახეთ რას ამბობს ამ ირანისა და ისრაელის პირობითად ვთქვათ, ირანისა და ისრაელის დაპირისპირებასთან დაკავშირებით. მადლობელი უნდა ვიყოთ ეს ის ჭუჭყიანი საქმეა, რასაც ისრაელი ყველასთვის აკეთებს. მადლობელი უნდა ვიყოთ ისრაელისო, ის აკეთებსო იმ ჭუჭყიან საქმესო, რომელიც ჩვენი გასაკეთებელი იყო. ხა აქ ფაქტობრივად შეიძლება სწორია ეს კაცი რასაც ამბობს, მაგრამ ეს არის იმდენად არაპოლიტიკური განცხადება, არადიპლომატიური განცხადება, რომ სახელმწიფოს მეთაურს რა თქმა უნდა ის არ ეკადრება და არ შეეფერება, თუმცა მადლობა ბატონ მერცს იმისთვის, რომ გახსნა მან ეს ვთქვათ, აი შინაარსი ამ მოვლენისა და თქვა, რომ დასავლეთი აკეთებს იმას, რასაც ჩვენ მგონია და გვიჩვენებენ, რომ ისრაელი აკეთებს. ისრაელის ხელით კეთდება დასავლეთის საქმე, დასავლეთის ჭუჭყიანი საქმე, როგორც მან თქვა. აღიარა მან ეს ამბავი. ახლა მინდა კიდევ სხვა საკითხისკენ გადავინაცვლო, ეს გახლავთ პეტერბურგში გამართული ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ვიცით ჩვენ პერიოდულად იმართება ხოლმე. იქ როგორც წესი მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და არა მარტო ეკონომიკურ საკითხებს ეხება, არამედ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს ხოლმე. ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა. ასევე იყო წელსაც ამ დღეებში სწორედ ეს ღონისძიება მიმდინარეობდა. მან თქვა უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ, აი მაგალითად მისი ერთ-ერთი ნათქვამი და позиция. Если украинское государство доверяет кому-то вести переговоры, ради бога, пускай это будет Зеленский. Вопрос, кто будет подписывать документ. В пропагандистском плане можно говорить все, что угодно о легитимности действующих властей. Но нам же важно при решении серьезных вопросов не пропагандистская составляющая, а юридическая. А юридическая как? По Конституции Украины президент Украины избирается на 5 лет. Способов продления полномочий не существует, даже в условиях военного положения. По конституционному устройству Украина – это не парламентская и не президентская республика, а президентско-парламентская. Что это означает? Это означает, что все органы власти, они формируются президентом. Но если первое лицо нелегитимное, вся система власти становится нелегитимной. Почему я это говорю? Нам все равно, кто ведет переговоры, даже если это действующий глава режима. Я даже готов встречаться, но если это будет какой-то завершающий этап, чтобы не сидеть там и что-то делить бесконечно, так, а поставить точку. Но подпись должна стоять легитимных властей. Иначе это, знаете, придет следующий и выбросит это все в помойку. Поверьте, мы тоже хотим их завершить и как можно быстрее. И лучшим мирным путем. Растам გვაქვს საქმე. საქმე გასაგებად არის მარტივი. პუტინმა აუხსნა
დასავლური პრესის წარმომადგენლებს ყველაფერი აბსოლუტურად ცხადად და გასაგებად. საქმე გვაქვს უკრაინის არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან. ერთი წუთით დავანებოთ თავი მათ იდეოლოგიურ კუთვნილებას, რომ ზელენსკი და მისი ბანდა ეს არის ნეოფაშიზმის წარმომადგენლები, რომლებიც აღმოცენდნენ იმ ფაშიზმზე, ევროპულ ფაშიზმზე და ბანდერა, შუხევიჩი და სხვა მათი მსგავსი ისტორიული უსაზიზღრესი პერსონაჟები გამოაცხადეს უკრაინის ეროვნულ გმირებად. აქ საეჭვო არაფერია. აქ იოტის ოდენა მის ხალიც კი არ რჩება იმისთვის, რომ ვინმე მიფიქროს შესაძლებელია ასე არ არის. არა, ეს არის აბსოლუტურად ფაშისტური ხუნტა. მაგრამ თავი დავანებოთ ამას, პუტინს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, მან ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ერთ მხარეზე. დღევანდელი რეჟიმის ლეგიტიმურობაზე. რეჟიმი არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, იმიტომ რომ ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა გაუვიდა, ხოლო ამ ვადის გაგრძელების არანაირი მექანიზმი უკრაინის კონსტიტუციაში გათვალისწინებული არ არის. ამიტომ პუტინი ამბობს, მე შესაძლებელია ზელენსკისთანაც კი დავჯდე მოსალაპარაკებლად, მაგრამ უნდა ვიცოდე, მოლაპარაკება შედეგამდე, როდესაც მივა, როდესაც რაღაცას ხელი უნდა მოვაწეროთ. ვინ აწერს ხელს? თუ კი არალეგიტიმური ვიღაცა აწერს ხელს, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს შრომა არის წყალში გადაყრილი, იმიტომ რომ მოვა შემდეგ ვინმე ახალი, ლეგიტიმური, ხალხის მიერ არჩეული და იტყვის, რომ არალეგიტიმურ ვიღაცასთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზელენსკისთან ხელმოწერილი დოკუმენტი არავითარი იურიდიული ძალის მქონე არ არის. ბატონმა პუტინმა ერთმანეთისგან გამიჯნა პროპაგანდისტული მომენტი და იურიდიული მომენტი და თქვა, რომ ჩემთვის ამ შემთხვევაში პროპაგანდისტულ ელემენტს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იურიდიული ელემენტი. რა გამოვა აქედან? აქედან არაფერი არ გამოვა. აი ეს არის დასკვნა და არის სწორი დასკვნა. ეს პრობლემაა. უკრაინის კრიზისს მრავალი პრობლემა ახლავს და ერთ-ერთი შესაძლებელია უმთავრესიც კი პრობლემა არის სწორედ ზელენსკის ლეგიტიმურობის საკითხი. ახლა ის შეეხო პუტინი შეეხო ისეთ საკითხსაც, რომელიც დღის წესრიგში დგას. ტრამპი ხშირად ამბობს ხოლმე და მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს, რომ ბიუჯეტი უნდა გაზარდონ ნატოსი, კეთილი უნდა ინებონ და გადაიხადონ უფრო მეტი, რომ ნატო იყოს ის ორგანიზაცია, რომელიც შეასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც ის არსებობს. რისთვისაც შეიქმნა გასაგებია, ის საფუძველი უკვე აღარ არსებობს, მაგრამ დღეს მას სხვა ფუნქცია აქვს დაგესრებული და პირველ რიგში ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ფუნქციას ის შეასრულებს მხოლოდ მაშინ, თუ მისი ბიუჯეტი, მისი შესაძლებლობა გაიზრდება ისე, როგორც ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტრამპს აქვს წარმოდგენილი. მაგრამ ასეა კი ეს ყველაფერი. ასე იქნება, როგორც ვარაუდობენ ტრამპი და ნატოს დანარჩენი წევრები, ან იქნება მხოლოდ ტრამპი და ნატოს წევრები ამას არ ეთანხმებიან, მაგრამ ამას არ აქვს კონკრეტული მნიშვნელობა. ასე იქნება კი დადგება ის შედეგი, რაც არის ჩაფიქრებული. ვნახოთ, როგორია პუტინის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. Мы не считаем какое бы то ни было перевооружение НАТО угрозой для Российской Федерации. Потому что мы самодостаточны с точки зрения обеспечения своей безопасности. И мы постоянно совершенствуем наши вооруженные силы и наши оборонительные возможности. Чего бы НАТО ни делало, конечно, это создает определенные угрозы, но мы купируем все эти угрозы, которые будут возникать. Здесь нет никаких сомнений. В этом смысле любые перевооружения и увеличение бюджетов до 5% от ВВП стран НАТО не имеют никакого смысла. Აი ასეთია პუტინის პოზიცია და მე ვფიქრობ, რომ ეს საფუძვლიანი პოზიცია, იმიტომ რომ ეს საქმითაც დადასტურდა და პირველ რიგში უკრაინაში დადასტურდა, რომ არც ნატოს, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ცალკე აღებულს არ აქვს
იმის რესურსი, რომ როგორც ამბობდნენ და როგორც სურდათ რუსეთი დაამარცხონ ბრძოლის ველზე. ასეთი რესურსი არ აქვს და არც იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ კი ისე გაზრდიან ნატოს ბიუჯეტს, როგორც მათ სურთ და წარმოუდგენიათ. სხვათა შორის პუტინმა აქ აი ამ ღონისძიებაზე ძალიან ამ პრესკონფერენციაზე უაღრესად საინტერესო განცხადებები გააკეთა. ისეთ საკითხებს შეეხო, რომელიც მნიშვნელოვანია, რომლის შესახებაც ამ საკითხებით დაინტერესებულ ნაწილს საზოგადოებისა, პოლიტიკით და გეოპოლიტიკით დაინტერესებულ ნაწილს ეს საკითხები აინტერესებს. მაგალითად თემა, რომ რუსეთისგან დასავლეთი ცდილობს მუდმივად მტრის ხატის შექმნას. На протяжении веков на Западе все время возникал вопрос об угрозе со стороны России. Так удобно западным элитам было выстраивать внутреннюю свою политику, потому что на базе мнимой угрозы с Востока все время можно было выколачивать деньги из налогоплательщиков и все время объяснять собственные ошибки в области экономики угрозой с Востока. Აი რუსეთისგან ამ საფრთხის შექმნა, საფრთხობელას შექმნა არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ გადამხდელის ჯიბიდან უფრო მეტი თანხა ამოქაჩონდა ამოიღონ. სწორი ახსნა ეს ხოთა შორის, იმიტომ რომ არავითარი სურვილი რუსეთს არ აქვს და არც შეიძლება კონდეს, რომ ის წარმოადგენდეს საფრთხეს დასავლეთისთვის. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩვენ გვახსოვს აი ეს უკანასკნელი პერიოდი საბჭოთა კავშირის დაშლამდე და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. რუსეთი პირიქით ისრაფოდა დასავლეთისკენ, რუსეთი დასავლეთთან თანამშრომლობისთვის იყო მზად და ყველაფერი აკეთეს ამ წლების განმავლობაში, ვიტყოდი გაცილებით უფრო მეტი და ზედმეტი ვიდრე უნდა ეკეთებინათ ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები უფრო შელახულიყო და დასავლეთის ინტერესები ყოფილიყო წინ წამოწეული. მაგრამ ეს მუდმივი საფრთხის წარმოჩინება რუსეთისგან დასავლეთის მხრიდან და დასავლეთის მიერ ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა და არ შენელებულა, პირიქით სულ უფრო ძლიერდება და ძლიერდება. ახლა იქამდეც მივიდნენ, რომ აი რუსეთი როგორც კი უკრაინაში დაამთავრებს ამ ოპერაციას და თუ მიაღწევს უკრაინასთან გამარჯვებას, ასეთ შემთხვევაში ის აუცილებლად გაილაშქრებს ევროპის მიმართულებით და თავს დაესხმება ევროპას. ამ საკითხს შეეხო ვლადიმერ პუტინი. Когда-то известный гитлеровский пропагандист говорил, чем невероятнее ложь, тем быстрее в нее поверят. Вот эта легенда о том, что Россия собирается нападать на Европу, на страны НАТО, это вот та самая невероятная ложь, в которую пытаются заставить поверить население западноевропейских стран. Ну это же мы понимаем, что это бред, понимаете? რა თქმა უნდა, ეს არის ბოდვა, სრული ბოდვაა ეს, იმიტომ რომ არავით არის საფუძველი ამისთვის არ არსებობს, რომ ვინმე მასე იფიქროს და ეს წარმოიდგინოს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მითი შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობა ყავდეთ მუდმივი შიშის ქვეშ და ამ შიშის ფაქტორის გავლენით აკეთონ თავიანთი საქმე, რისი კეთებაც უნდათ საკუთარ მოსახლეობასთან. ან რატომ უნდა დაესხას რუსეთი თავს ევროპას, რა მიზნით, რა მოტივით. თუ მაინც და მაინც განგრევა უნდა ამ ევროპის, ეს რატომ უნდა უნდოდეს, მაგრამ თუ ასეთი ბოროტი განზრახვა აქვს, ევროპა თვითონ ისედაც ინგრევა. ბევრი რამ გვიჩვენებს, რომ ევროპაში უკვე ინგრევა. ეკონომიკა, ზნეობა და სხვადასხვა მატერიალური თუ არამატერიალური რამ. Ნაწილობრივ ამ თემასაც შეეხო ვლადიმერ პუტინი. ФРГ ведущая экономика Евросоюза, да? Балансирует на грани рецессии. Volkswagen погибает, Porsche погибает, стекольная промышленность погибает, сфера удобрения погибает. Ну ради чего? Назло кондуктору куплю билет и не поеду. Так что ли? Чушь какая. კი,
ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება აქ სრული 100%-ით არ დავეთანხმოთ, რომ არავით არის საფუძველი რუსეთს საიმისოდ, რომ ევროპას თავს დაესხას არ გააჩნია, მაგრამ ეს არის გამოგონილი, ასე ვთქვათ, გამოგონილი თემა, რომლითაც მანიპულირებენ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე თავიანთ ქვეყნებში. აქვე გაისმა ერთი ძალიან საინტერესო შეკითხვა. უაღრესად საინტერესო შეკითხვა, შეკითხვიანად მოვისმინოთ ეს პასუხიც. Готовы ли вы предоставить новые виды оружия Ирана? Мы когда-то предлагали нашим иранским друзьям поработать в области системы ПВО. Ну, так большого интереса тогда партнеры не проявили, ну и все. Что касается договора о стратегическом партнерстве, там нет статей, связанных с оборонной сферой. Это второе. А третье, нас наши иранские друзья об этом и не просят. საინტერესო პასუხია ძალიან. თითქოს საყვედურის ინტონაციაც კი იყო აქ გარეული, რომ როდესაც ჩვენ თავაზობდით თავდაცვის სისტემებს ირანს, ძალიან დიდი ინტერესი ამასთან დაკავშირებით არ გამოუჩენიათო და ისიც თქვა, რომ ახლა საკითხი არ დაუსვამთ მათ დახმარებასთან დაკავშირებით. შესაძლებელია მეტის თქვა მას არ სურდა, უფრო ალბათ ასე, თუმცა არ შეიძლება ამითი შემოვიფარგლოთ და არ შეიძლება არ ვივარაუდოთ, რომ თუ ეს საკითხი გამწვალდება, თუ კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მართლაც იქნება სერიოზული სამხედრო აგრესია, უფრო სერიოზული ვიდრე დღეს არის ირანის წინააღმდეგ, რუსეთი აქ მთლად გულხელდაკრეფილი ვერ დარჩება, ალბათ, იმიტომ რომ ამით დავიწყე სწორედ ეს გადაცემა, სადაც უნდა მოქმედებდნენ დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა, ისინი ყოველთვის მოქმედებენ პირველ რიგში რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ რუსეთი არის საპირწონე ქვეყანა. რუსეთი არის ის, ვინც ტოლია, ტოლის სიდიდეა. რა თქმა უნდა, ჩინეთის ეკონომიკა უზარმაზარი ეკონომიკაა, მაგრამ ჩინეთის სამხედრო პოტენციალი არ არის იმ მასშტაბის, როგორიც არის თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთისა. ამიტომ შესაბამის წინააღმდეგობას, მათ აღვირახსნილობას და მსოფლიოზე გაბატონებას პირველ რიგში უწევს რუსეთი. და ამის გამო ისინი ცდილობენ როგორმე რუსეთი დაასუსტონ, რუსეთს გამოაცალონ საფუძველი, რუსეთს ალყა შემოარტყან, ალყაში მოაქციონ. ეს იყო ნატოს გაფართოების გეგმა, სხვა არაფერი. და ამან დაღუპა უკრაინა, ამან მიიყვანა უკრაინაში საქმე იქამდე სანამდეც მივიდა. აი ეს ვითარება არის გასათვალისწინებელი და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი ასე გულხელდაკრეფილი არ დარჩება თუ საკითხი უფრო შორსწავა და უფრო ღრმა და უფრო სერიოზული შედეგების მომტანი იქნება. ასეთ შემთხვევაში რუსეთი რა თქმა უნდა რაღაცას მოიმოქმედებს, ეს ჩემი აზრი გახლავთ, პუტინს აქ ამის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ მე უბრალოდ მსჯელობას გავყევი, ასე ვთქვათ. და კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც შეკითხვა თავისთავად არის საინტერესო და რა თქმა უნდა პასუხიც. Если завтра Израиль с помощью США или без помощи США просто убивает Хаминей, какая будет ваша реакция? Я даже обсуждать такой возможности не желаю. Აი აქ ძალიან დიპლომატიური პასუხი იყო ეს და უფრო ემოციურიც, უფრო ადამიანურიც, რომ ამ საკითხის განხილვასო მე საერთოდო არ მინდაო, არ განვიხილაო. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვინმეს უნდა თუ არ უნდა, შესაძლებელია ასეთი ტერორისტული აქტი განხორციელდეს. მიზანმიმართული, დაგეგმილი, სახელმწიფოს დონეზე დაგეგმილი ტერორისტული აქტი. მათ რა სახელმწიფოს მეთაურები არ მოუკლავთ? მაგალითად არ მოკლეს სადამ ჰუსეინი? მაგალითად არ მოკლეს მუამარ კადაფი? მაგალითად არ მოკლეს სლობოდან მილოშევიჩი? და სხვები, მაგალითად
პატრის ლუმუმბა არ მოკლეს და ბოლოს ზვიად გამსახურდია არ მოკლეს. ჩვენ ხომ ხვდებით ვისი გაკეთებულია ეს უშუალოდ გასროლა მათი ხელით მოხდა თუ თვითონ გამსახურდიას ხელით მოხდა თვითმკვლელობის ვერსია. ეს ხომ მაინც მკვლელობაა. თვითმკვლელობამდე მიყვანა ადამიანისა არის მკვლელობის ყველაზე საზღვარი ფორმა. ყველა შემთხვევაში მიუხედავად იმისა, ვინ გამოკრა სასახლეს თითი მკვლელობა ჩადენილია და ეს მკვლელობა რა თქმა უნდა დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ არის ჩადენილი. ეხლა ამ თემას არ გავყვები, ბევრჯერ მისაუბრია ამასთან დაკავშირებით. თქვენ იცით ზვიად გამსახურდიას ბოლოდროინდელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გაკეთებული განცხადებები ამასთან დაკავშირებით, მისი დამოკიდებულება უკვე დასავლეთის მიმართ და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ასე რომ ეს სულ არ გამორიცხავს ამას, ახლა უბრალოდ სიტყვა მოიტანა და ვთქვი, მაგრამ აი ასეთი მკვლელობები რა გამორიცხულია? რუსეთის პრეზიდენტი კი ამბობს, არ მინდა ამისი არც გააზრება და არც წარმოდგენაა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მოავრავი ასეთი მკვლელობა განუხორციელებიათ მათ და ალბათ მომავალშიც დაგეგმავენ და ალბათ განახორციელებენ კიდეც, იმიტომ რომ ეს არის მათი მიდგომა, ეს არის მათი პოლიტიკა, ეს არის მათი ზნეობა. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც დამანგრეველია მთელი მსოფლიოსთვის და ამ პოლიტიკიდან მოდის ყველა ის უბედურება, რაშიც დღეს მსოფლიო არის გახვეული. მსოფლიოს მოწყობა სხვაგვარად შეიძლებოდა. მსოფლიოში არსებული კაცობრიობის წინაშე არსებული პრობლემების დიდი ნაწილის გადაჭრა შეიძლებოდა, რომ იყოს გონივრული მიდგომა, რომ იყოს ადამიანური მიდგომა, რომ იყოს ქრისტიანული მიდგომა, რომ იყოს წესის და რიგის მიხედვით მიდგომა, მაგრამ არის ანტიქრისტეს მიდგომა. არის მიდგომა მხოლოდ ძალადობრივი. ძალმომრეობა არის მათი ღმერთი, ანუ ანტიქრისტე. აი ეს პოლიტიკა ტრიალებს, ეს პოლიტიკა იხარშება დღეს მსოფლიოში და ამას მოაქვს ის შედეგები, რა შედეგებიც სამწუხაროდ დგება ხოლმე. კიდევ ერთი საკითხი, რასაც პუტინის შეეხო, ეს იყო, თქვათ, აი დასავლეთის და კერძოდ თქვათ, იგივე ტრამპის შუამავლობა ამ უკრაინის საკითხში, ესეც უაღრესად ესეთი აი შეფარული და შეფუთული საკითხია. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკამ განსაზღვრა ის მოვლენები, რაც უკრაინაში ტრიალებს. მაგრამ ახლა ტრამპს ისე უნდა წარმოაჩინოს, რომ თვითონ განზედგება, უფრო სწორედ მაღლადგება, რაღაც მომრიგებელი მოსამართის პოზიციას იკავებს და თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები აქ არაფერ შუაში არ არის. ამას ამართლებს იმითი, რომ ეს მის დროს არ დაწყებულა, ბაიდენის დროს დაიწყო, უფრო ადრე დაიწყო და ამიტომ ტრამპი თითქოს პასუხისმგებელი არ არის, მაგრამ ტრამპი პიროვნულად რომ არ არის პასუხისმგებელი, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ნამუშევარი პასუხისმგებელი არ არის ამაზე. ამას არ ნიშნავს. ტრამპს სწორედ ასე უნდა წარმოაჩინოს და აი ამ საკითხთან დაკავშირებით, აქ ტრამპზე არ არის იმდენად ლაპარაკი ამ პასუხში, მაგრამ საერთოდ აი შუამავლობის თემასთან დაკავშირებით პუტინის პასუხი ასეთი იყო. Посредник должен быть нейтральным. А когда мы видим на поле боя немецкие танки, леопарды, так, а сейчас мы разговариваем и смотрим на то, что Федеративная Республика раздумывает поставлять таурусы для атак на российскую территорию с применением не только самой техники, но с использованием офицеров бундесвера. Вот это, конечно, возникают большие вопросы. აქ ლაპარაკი არის უფრო გერმანიის მიმართულებით, მაგრამ საერთოდ დასავლეთის პოზიცია, ვიცით ჩვენ უკრაინის ომთან დაკავშირებით, კოლექტიური დასავლეთი აქ გაერთიანებულია და სწორედ კოლექტიური დასავლეთი იძახოდა იმას, რომ რუსეთი უნდა დამარცხოს ბრძოლის ველზე და არა მარტო იძახდნენ ამის შესახებ, არა მარტო გაყიროდნენ ამის შესახებ, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ ამ მიმართულებით. დაფინანსება იყო ეს თუ შეიარაღება და ბოლოს იქამდეც კი მივიდნენ, რომ შორი მანძილის რაკეტებისთვის
დაწესებული შეზღუდვა, რომ უკრაინას არ ქონდა უფლება გაესროლა შორი მანძილის რაკეტები რუსეთის მიმართულებით, რუსეთის სიღრმეში. აი ესეც კი მოხსნეს. ანუ რუსეთს პრაქტიკულად ომი გამოუცხადეს. პრაქტიკულად ომი გამოუცხადეს, ოღონდ უკრაინის ხელით. ისევე როგორც ახლა ირანს გამოუცხადეს ომი, ოღონდ ისრაელის ხელით. ერთი და იგივე ხელწერა, ხელმოწერა ერთნაირი, აი ასე იქცევიან ესენი და ეს ხელწერა თვალსაჩინოა ყველასთვის, ნაცნობია ყველასთვის და არ მგონია აქ ბევრი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ხელწერას ვერ ცნობს, რომელიც ამას ვერ ხვდება და რომელიც წამოგებულია იმ პროპაგანდაზე, რაც გამუდმებით ესმის მსოფლიო პრესიდანაც და მსოფლიო მედია საშუალებებიდან და ასევე ქართული მედია საშუალებებიდანაც, იმიტომ რომ ქართული მედია საშუალებები თითქმის მთლიანად დაპყრობილი ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს და სულაც არ არიან ესენი ქართული მედია საშუალებები, ამის შესახებაც ბევრჯერ მითქვამს, ეს გახლავთ ამერიკული მედია საშუალებები, ოღონდ ქართულენოვანი. ამერიკის ინტერესების გამტარებელი, დასავლეთის ინტერესების გამტარებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მაგალითად ერთი ელემენტარული ფაქტი. მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, რაც უკრაინაში ოპერაცია მიმდინარეობს, ქართულმა მედია საშუალებებმა არ მოიშალეს იმაზე ლაპარაკი, რომ ოკუპანტმა მიიტანა იერეში, ოკუპანტი ესხმის სამშვიდობიან მოსახლეობას, ოკუპანტი ხოცავს ბავშვებს, ქალებს და ასე შემდეგ. ქართული მედია საშუალებებიდან გესმით ეს გაუთავებლად ვერ შეცვალეს ეს. ის კი შეცვალეს, რომ ახლა სახელმწიფოს დონეზე მაინც არ ფრიალებს ეს უბინძურესი დროშა უკრაინელი ფაშისტებისა, ვიღაც თითოეულა მოხალისეებს კიდევ აქვთ თავიანთ სახლებზე თუ ბინებზე თუ ფანჯრებზე გადმოკიდებული ეს დროშები, მაგრამ სახელმწიფო დონეზე მაინც არ ხდება. სახელმწიფომ შეცვალა დამოკიდებულება, მაგრამ მედია საშუალებებმა ეს დამოკიდებულება არ შეცვალეს. ოკუპანტი რუსეთი ებრძვის უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას. თითქოს უკრაინაში ის ძალა არ არსებობს, ვისაც რუსეთი უნდა ებრძოდეს. თითქოს იქ არმია არ არსებობს. თითქოს იქ ეს ეგრეთ წოდებული აზოვის ბატალიონის ბანდიტები არ არსებობდნენ. თითქოს იქ ფაშისტები არ არსებობენ. თითქოს იქ სვასტიკებით არ დარბიან. ეს ბოევიკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, რუსეთი მაინც და მაინც მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის, ასეთია ქართულ მედია საშუალებებში, ქართულ ტელეარხებში გავრცელებული ტენდენცია, რაც რა თქმა უნდა აბსოლუტურად როგორია იცით, აი შეურაცხყოფელიც არის, უსინდისოც არის და პასუხისმგებლო ხომ არის და არის. ხო, როგორ უნდა ხო, დიახ, მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავიო, ომი არ იქნებოდაო, აქვს ნათქვამი ბატონ ტრამპს. მის ორ ნათქვამს შეეხო პუტინი ამ пресс-конференциაზე. Господин Трамп сказал, что Путин не едет, потому что я не еду. А что ему там делать, когда меня там нет? И он прав. Он также говорил неоднократно, что если бы я был президентом, то этой войны бы не было. Я думаю, что и здесь он прав. ესე იგი, იქაც მართალია და ვფიქრობ, რომ აქაც მართალია ვამბობს. ანუ, მაშინ როდესაც ვთქვაო, რომ თუ პუტინი არ ჩადისო, მაშინ მე რა მინდა იქო. სადაც მოლაპარაკებები იმართებაო თურქეთზე ელაპარაკი, ხო? და ეს მართალია, ეს ალბათ მართალიც იყო. ტრამპს ვისთან უნდა ელაპარაკა იქ თუ კი პუტინი არ იქნებოდა, ხო? ტრამპიც მართალი იყო და პუტინიც მართალია ამ შეფასებაში, მაგრამ ამ მეორე ნაწილში მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ომი არ დაიწყებოდაო და ალბათ აქაც მართალიაო, პუტინი ამბობს, მაგრამ ნებართვა უნდა ვითხოვო, რომ ცოტა ეჭვი შევიტანო პუტინის ამ ნათქვამში. ტრამპმა მართალია თქვა ეს, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ სწორედ ომს იწყებს და არანაკლები მნიშვნელობისა და მასშტაბის ომს ვიდრე უკრაინაში. იწყებს ხომ ტრამპი მონაწილეობს ამაში და მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი იმ დროს, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, ის არ დაიწყებოდაო, თუ თქვა კაცმა და ამას თუ სიმართლედ ჩაუთვლით, მაშინ როგორ ავხსნათ ის, რომ ის ომს იწყებს დღეს ირანში, ირანის წინააღმდეგ. კარგით, შევჩერდეთ აქ, აღარ გადავიდეთ იქით ეს რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული თუ რაღაცა, ირანის წინააღმდეგ ხომ არის მიმართული და
ერთმანეთში რომ არ ჟდება ეს ორი ლოგიკა, ну ფაქტია, შესაძლებელია პუტინმა რაღაცა ფორმით შეახსენა ტრამპს მისი ეს ნათქვამი. მას არ უნდოდა ეთქვა ის, რაც მე ვთქვი ახლა. მისგან ეს არ ეგებოდა, იმიტომ რომ ტრამპთან დაპირისპირებაში არ სურს შევიდეს ჯერჯერობით. ასეთია პოლიტიკის ნიუანსები, განსაკუთრებით დიდ სახელმწიფოთა შორის, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა მივხვდეთ, ჩვენ ხომ უნდა გავიგოთ, რომ ტრამპის ლოგიკაში უკვე ბზარია გაჩენილი და სერიოზული ბზარია გაჩენილი. და ახლა როგორ ესახება პუტინს ირანის პრობლემის გადაჭრის საკითხი. Подземные заводы, они существуют, ничего с ними не произошло. В этой связи, мне кажется, было бы правильным всем вместе поискать пути прекращения боевых действий и найти способы договориться всем участникам этого конфликта друг с другом с тем, чтобы обеспечить как интересы Ирана, с одной стороны, на его атомную деятельность, в том числе мирную атомную деятельность, разумеется, имею в виду и мирную атомную энергетику, и мирный атом в других сферах, так и обеспечить интересы Израиля с точки зрения безусловной безопасности еврейского государства. Это тонкий вопрос. И, конечно, нужно здесь быть очень аккуратным. Но, на мой взгляд, в целом такое решение может быть найдено. მე ვეთანხმები პუტინს აბსოლუტურად, რომ რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი გზა ეს არის მოლაპარაკება, ეს არის საომარი მოქმედებების შეჩერება და ეს არის ისეთი კვანძის პოვნა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება ყველას ინტერესების დაკმაყოფილება. ეს ხდება ხოლმე და ამჯერადაც ეს უნდა მოხდეს. მაგრამ არის ერთი შეკითხვა. კი ბატონო, ისრაელის ინტერესით შეიძლება დაკმაყოფილდეს ამერიკის შეერთებული შტატების, დასავლეთის, ირანის, რუსეთის და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ინტერესების სხვა რამეზე გადის, აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან ძალები, რომლებსაც ომის ყურიათ. გლობალური ომის ყურიათ, იმიტომ რომ გლობალური ომის მეშვეობით შესაძლებელია ბევრი რამ ჩამოიწეროს. მათ შორის კოლოსალური ვალი, რომელშიც ჩაფლულია ამერიკის შეერთებული შტატები. საშინაოზე არ ვლაპარაკობ, საგარეო ვალი, კოლოსალური ვალი მხედველობაში. ომმა შესაძლებელია ჩამოწეროს დანაშაულები, რომელიც არის ჩადენილი. უზარმაზარი დანაშაულები. სხვა და სხვა სახელმწიფოში. მარტო იუგოსლავიის აღგვა პირისგან მისისა რა დღის. და რა დღის იგივე კადაფი, იგივე ერაყი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უამრავი ამ დანაშაულების ჩამოწერა შეიძლება და შესაძლებელია სწორედ ომის იმედი აქვთ იმ კრიზისების დაძლევაში, რომელშიც ჩაფლულია ამერიკის შეერთებული შტატები. სისტემური კრიზისი, იმპერიალიზმის კრიზისი, კაპიტალიზმის კრიზისი, ისტორიული პროცესი. აი ამისი გადახალისება და ამისი ჩამოწერა და ამისთვის რაღაცა ახალი სიცოცხლის მიცემა სახელმწიფოსთვის აი ამ ჩამოწერის გზით. აი ამ ძალების დაკმაყოფილების მექანიზმი მოიძებნება ეს შეკითხვა ვლადიმერ პუტინს, რომელიც სამწუხაროდ იქ არავინ დასვა. დიახ, ეხლა როგორ ესახება პუტინს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალი ურთიერთობები? У меня надежда на то, что господин Трамп не только политик, не только человек, которому американский народ доверил судьбу своей страны, он еще и бизнесмен, и в этом я вижу большой плюс в том, что он все считает. И считает он, поскольку он стал богатым человеком, видимо, считает он хорошо. Значит, вот он считает, к чему приведут те или другие шаги в отношении России. И мы видим сейчас интерес американского бизнеса к выстраиванию отношений с Россией. Есть уже контакты между крупными нашими компаниями, которые
хотят вернуться на наш рынок и вместе работать. У нас есть контакты и с господином Рубио, с госсекретарем, и с вице-президентом господином Венсом. В общем и целом, постепенно создаются условия для восстановления отношений. შესანიშნავია ღმერთმა ქნას ასე იყოს, ეს იქნება ალბათ გზა იქითკენ, რომ ის გლობალური ომი და ბირთვული კატასტროფა, რომელთანაც სამწუხაროდ ახლოს არის დღეს ჩვენი პლანეტა მისული, შესაძლებელია ამით განეიტრალდეს და ღმერთმა ქნას რომ ასე იყოს, თუმცა აქაც უამრავი შემხედრი შეკითხვა ხდება, რომელზეც პასუხები არც ისე ადვილი მოსაძებნია. აი აქ ოდნავ ამოგასუნთქებთ თქვენ, ჩემთვის არ იქნება მაინც და მაინც ამოსუნთქვა, მაგრამ თქვენ ამოგასუნთქებთ იმით, რომ შემოგთავაზებთ რუბრიკას ფსიქიატრიის რენტგენი. დღეს 13 ვიდეო მაქვს წარმოდგენილი. მე-13 ადგილზე გასული ვიდეო. მშობლები უზარმაზარ თანხას იხდიან იმაში, რომ საკუთარ შვილებს მთელი ცხოვრება სამახსოვროდ გაჰყვეთ ბანკეტის დღე და კადრები შემორჩეთ. ამ დროს კი ამ დიდ კოლოსალურ თანხას უხდიან ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც აორგანიზებს ბანკეტს და ვიპოვე კადრები, სადაც თბილისის ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში გაიმართა ბანკეტი დაქირავებულმა ჯგუფმა, რომელიც პატარ-პატარა სკეჩების სახით ვითომ გასართობს, ვითომ სასაცილოდ შეფუთულს, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ბიჭებს ჩააცვეს ქალის საღამოს კაბები და ერთ-ერთ საქორწინო კაბაც კი. ანუ შოუ თითქოს სასაცილო, მაგრამ სიბინძურის პროპაგანდის შემცველი. რა არის გარანტი იმისა, რომ მშობელი ამ ყველაფრისგან, ამ სიბინძურისგან ვიყოთ დაცულები? რეაგირების გარეშე მსგავსი ფაქტები არ უნდა დავტოვოთ? აი ასეთი გახლავთ ეს ვიდეო და თქვენ შესაძლებელია გაგიშთეს შეკითხვა. რა ნახე ფსიქიატრიული ამ შესანიშნავი ქალბატონის პოზიციაში? არც არაფერი. მე ვნახე, რომ ეს ქალბატონი არის ნორმალური ქალბატონი, ეს ქალბატონი არის კულტურული ქალბატონი და ეს ქალბატონი არის პატრიოტი ქალბატონი და სწორ პოზიციაზე მდგარი ქალბატონი. მაშინ რატომ გიჩვენეთ ის? გიჩვენეთ იმიტომ, რომ აი ამ ვიდეომ ხომ გამოაჩინა ის მეორე მხარე, ვისაც ასეთი ნორმალური და ზნეკეთილი ადამიანები უნდა დაუპირისპირდნენ და უნდა ებრძოლონ. მეორე მხარე, აი ეს უხამსობა, ეს უსინდისობა, ეს ვითომ უწყინარი ხუმრობა და გართობა, რომ ბიჭებს ჩააცვან გოგონების ტანსამოსი. ეს სხვა დროს შესაძლებელია არც ყოფილიყო, თქვათ, მართლაც რაღაც გართობის ელემენტი ყოფილიყო, მაგრამ დღეს, როდესაც მსოფლიოს წარღუნით ემუქრება აი ეს კატასტროფა, აი ეს გეი პროპაგანდა, LGBT რაღაცა უბედურება, სხვა სახელს ვერ ვარქმევ და სულ ამას ვიმეორებ ხოლმე ჯიუტად. აი ეს, როდესაც დგას ამგვარი ხუმრობის ელემენტები, ამგვარი გართობის ელემენტები, განა ამაში არ არის რაღაცა შემაშფოთებელი. რა თქმა უნდა იყოს ისევე, როგორც ეს ვიმეორებ აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი ფსიქიკისა და ცნობიერების მქონე ქალბატონის შეშფოთდა. მეორე მხარეზე მაქვს ლაპარაკი. იქ არის ფსიქიატრია, იქ არის უბედურება, იქ არის ტრაგედია, რომელსაც ამ ქალბატონთან ერთად უნდა ვებრძოლოთ. მე-12 ადგილზე გასული ვიდეო. ჩემი მწვანე ფორმა არის ხალხის სიმბოლო. ეს არის გამარჯვებული და სამართლიანობისთვის მებრძოლი ხალხი. ქართველებო, მოდით, დღეს თუ ვერ მოდიხართ, სხვა დროს მოდით. სამართლიანობაზე უფრო არ არის თქვენი არც ოჯახი და არც კუჭი. აი აქ კი ნამდვილი ფსიქიატრია. სხვათა შორის, იცით რა არის აი შეუსაბამობა განათლებაში, როდესაც მულტფილმებს ამ ასაკში უყურებენ და მულტფილმების დონეზე აზროვნებენ, როდესაც 50 წლის ასაკში ტომ სოიერის თავგადასავალს კითხულობს ვიღაცა, აცდენილია დროს და გარემოებას. და ეს იმას ნიშნავს, რომ განათლებაში ჩამორჩენილობა
მისი ცნობიერების, მისი გონების ფორმირება, ჩამოყალიბება ისე არ მიმდინარეობს, როგორც უნდა წარმართულიყო და ასეთ შემთხვევაში ვიღებთ აი ასეთ შემზარავ ფაქტებს, რომლებიც მერე პოლიტიკას ეთმასნებიან, საზოგადოებრივ ცხოვრებას ეთმასნებიან და აზროვნებენ მულტფილმების დონეზე და აი ამ ხელა კაცი შეიძლება ასე იქცეოდეს. მე-11 ადგილზე გასული ვიდეო. მინდა გითხრათ, რომ ციხეში საშიში არაფერი არ არის. დაგვიჭერენ, გამოგვიშვებენ, საწავალთ. ხო, ყველაზე მთავარი რაც არის, თუ ჩვენ ვანახებთ, რომ ციხის არ გვეშინია, ან მიხვდნენ, რომ ჯარიმების არ გვეშინია და პატიმრობებზე გადავიდნენ და თუ იმასაც ვანახებთ, რომ პატიმრობისაც არ გვეშინია, რას იზავთ, დაგხრიტავთ? ერთადერთი რაღაც მინდა, რომ ყველამ გაიაზროთ და საკუთარ თავს ყოველ დილით და საღამოს დაძინებამდე და გაღვიძებისას შემოუძახოთ. ჯობს მონობაში გადით კაცებულს თავისუფლების ზებნაში მკვდარი. არის აქ მამაცობის ელემენტები. ყოველ შემთხვევაში მამაცობის სურვილი აშკარად ჩანს აქ, მაგრამ მამაცობა ისეთი რამეა, რომ მას სხვა კომპონენტებიც თუ არ ახლავს, შესაძლებელია სიგიჟეში გადაიზარდოს. ეს არის გონიერება და ეს არის სიმართლე. თუ სიმართლე და გონიერება არ დგას ამ მამაცობის წინ, ან უკან, ან მის გვერდით, ასეთ შემთხვევაში მამაცობა ხანდახან დამახინჯებულ სახეს იღებს ხოლმე და ამიტომ ამ ახალგაზრდას მინდა მოუწოდო, რომ უფრო მეტი განათლება, უფრო მეტი სიმართლე, უფრო მეტი გონიერება. თავისუფლება მას რომ გონია, იქ არ არის. იქ თავისუფლების საწინააღმდეგო მოვლენაა, ამიტომ მისი მამაცობა ამ შემთხვევაში გზას არის აცდენილი. მე-10 ადგილზე გასული ვიდეო. ჩავიხადო ტრაკი დაბანახო. ამ ვიდეოს გაგრძელება იცით თქვენ, მაგრამ ეს იმდენად საშინელი სანახაობაა, რომ არ შემოგკადრეთ და არც მინდა რომ შემოგკადროთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება რა ნაკლებ საზღარია, ნაკლებ საშინელია. აი, ესეც მამაცობის ერთგვარი გამოვლინებაა, რომ შიშველი უკანალები მიუშვიროთ მტერს და ამით დავსეთ თავზარი თუ რა. გაუგებარია, ხო? რა თქმა უნდა, ნორმალური ცნობიერებისთვის ეს არის გაუგებარი, მაგრამ არანორმალური ფსიქიკა გადადის სამწუხაროდ აი ამ ზღვარს. მე-10 ადგილზე გასული, მე-9 ადგილზე გასული ვიდეო. მაშინ გაიგონე, ის და გამწევი. ჟურნალისტია, ჟურნალისტს თითქოს ეპატიება, რომ როდესაც კარებიდან არ უშვებენ, ფანჯრიდან შეაღწიოს სადღაც. ეს ადრეც იყო გავრცელებული ეს გამონათქვამი, როცა კარებიდან არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდეო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველგვარი ზღვარი უნდა გადალახო ჟურნალისტმა. ჩვეულებრივი მიღებული ფორმაა, დახურული სხდომები, დახურული შეხვედრები და ასე შემდეგ. რომელიღაც ეტაპამდე დაშვებულია ჟურნალისტის ყოფნა. შემდეგ ჟურნალისტებმა უნდა დატოვონ ეს შეხვედრა, ეს ღონისძიება. ეს ჩვეულებრივი ფორმაა და როდესაც ასე ძალადობით თავპირის მტვრევით გინდა რომ აიღო ეს ციხესიმაგრე, აქ ჟურნალისტის დიპლომი თუ ჟურნალისტის პოზიცია, რომელიც დღეს გიგავია, აბსოლუტურად არ გამართლებს და მიიღებ იმ შედეგს, რომელიც მიიღებ. წესით ასე უნდა იყოს. წესი ყველგან უნდა იყოს წესი. აი დათა თუთაშხიაში რომ არის, ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე. აი საქმეზე წინ წესი თუ დადგება, მაშინ ჟურნალისტის თავის ადგილზე დადგება, პოლიტიკოსიც, მეცნიერიც, ხელოვანიც, მუშა ადამიანიც და
ყველა საზოგადოების ყოველი წევრი ჩვენთან აი ეს ყველაფერი სამწუხაროდ არის დარღვეული. ეხლა მერვე ადგილზე გასული ვიდეო, ეს არის პატარა კოლაჟი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აშარჟებდნენ ომის თემას. ომი არის თუ არა საშიში, ომი უნდა უნდოდეს თუ არა ვიღაცას. ეს საინტერესო კოლაჟი. უნდა ეს არის პროპაგანდისტული მესიჯი, რომ გვახსოვს ოცხების აბა ომი გინდათ? აი ეს არის წმინდა პროპაგანდისტული მესიჯი, რომელთაც ხალხს აშინებენ და იმიტიული პროპაგანდა ამბობს, საქართველოში ომი შეიძლება დაიწყოს ეს პროპაგანდა. წინასაარჩევნო პროპაგანდა იყო. აიძახოდნენ იმაზე, რომ აი ომი გინდა? შეთქმულების თეორიები. შეთქმულების თეორიაში გაღვიძება შიშების შესაძლო ომში საქართველოს ჩაქრევას. იმისთვის რომ ყურადღება გადაიტანა ომის აცილება თუ შეიძლება თავიდან ომი არ ავიცილოთ? რას გვეუბნებით? აი ეს ადამიანები რას ამტკიცებენ? ის ვითარება, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა აი ამ უკანასკნელ წლებში, ბოლოს 3 წელი მაქვს განსაკუთრებით მხედველობაში, როდესაც უკრაინაში ეს პროცესები მიმდინარეობს. და სულ ადვილი შესაძლებელი იყო ჩვენ აღმოჩენილი ვიყავით უკრაინის მდგომარეობაში, ანუ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოსთან რუსეთის წინააღმდეგ. აი ეს რომ თავიდან ავიცილეთ და ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა გააკეთა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, მთავრობამ. აი ეს ცუდია, ეს გასაშარჟებელია. ამაზე ასე ღინცილი შეიძლება რომ აი აბა ომი გინდათ? ხო, აბა გინდათ ომი? გინდათ ის რაც ირანში ხდება? გინდათ ის რაც თელ-ავივში ხდება და ისრაელში ხდება? გინდათ ეს ყველაფერი? მე არ ვიცი, მართლა სიშლეგე და სიგიჟე აბა რა სად უნდა წავიდეს კიდევ? ამის იქით რა არის კიდევ? ეს ადამიანები, ამ ადამიანებს რაღაცა აცრა უნდა გაუკეთონ. ან რაღაცა ერთხელ პუტინმა თქვა, რაღაცა ტაბლეტკა უნდა დავალევინოთ ამ ადამიანებს, რომელსაც არაფერი არ შველით. ხო, რაღაცა პრეპარატი, რაღაცა აცრა. თორემ ასე ადამიანი ასე რომ იტყვის ამ თემასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც აი ჩვენს ირგვლივ რკალია თითქმის უკვე ამ საომარი მოქმედებებისა და ხანძრის. აი ეს გინდაო ვინმემ რომ მკითხოს. გასაშარჟებელია მისი პოზიცია, არ გვინდა რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა არ გვინდა. რა თქმა უნდა გვეშინია ომის. თქვენი ტუტუცობა, თქვენი უზნეობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, ერს, ქვეყანას, სახელმწიფოს ომის არ უნდა ეშინოდეს? ღმერთმა არ მიგვიყვანოს იქამდე, რომ ომის არ გვეშინოდეს. კი, ომში მამაცობაა საჭირო, კი, ომში თავის გაწირვაა საჭირო, მაგრამ არ გეშინოდეს ომის, სადაც შვილები დაგვახოცება და დაგვიღუპება. ეს არის ნორმალური მდგომარეობა? რა ვიცი, ნახეთ თქვენ თვითონ. მე-7 ადგილზე გასული ვიდეო. ზიანაღლებელს ხო? საერთოდ არ ვიცი მაგ ადამიანს მისი მოღვაწეობაც არ ვიცი რა ხა ტელევიზორში უსმენ. მაგრამ რის გამოზის? იმ პოლიციელს არ ცხენია. სირცხვილი არ არის, ახლა მე რო ხელი გამარტყა ხალმა ამის გამო ციხეში ჩავსვა. ქრისტეს აფურთხებდნენ, ჯვარსაცვეს არაფერი არ უთქვა და ქრისტეს ვინც ლახვარისცა გვერდით ლონგინოზე მორწმუნე გახდა. ეს ჭეშმარიტად ზეხვთის არის, ანუ ლახვარისცა და მორწმუნე გახდა. ის ვინც მას ლახვარი დაარტყა და კარგი რა პოლიციელი ღირსეული ხო უნდა იყო, ხო? ღირსეული ხო უნდა იყო, როგორ შეიძლება ამის გამო ციხეში ამდენი წლით, კი არა, ამდენი თვით რო ზის უკვე. მიუჟიანდი ახალგაზრდა სტუდენტი ხალი. არა, რომ არ მიუსაჯო. ეს არ გაამართლებს, მაგრამ ამდენი თვით თავისუფლების აყვეცა ვიღაცას რომ ლოყა უწითლდა ამის გამო და როგორი რაღაცა არის, ისე უსმენ სასამართლოების რაღაცა ამომიგდებს ხოლმე იმაში და ამტკიცებენ იმას, რომ ლოყის გაწითლება ეს ამის მტკიცება რო უწევს ქვეყანას, რომ აი ლოყის ტკივილი მიაყენა, ტკივილი განიცადა. აი ამდენი მოსამართლე რომ ამაზე მიჯელობს, რომ ეს ხო ეს ტრაგედია, ეს დემოკრატია კი ტრაგედია. აი სად შეიძლება ესეთი რამე რო ყოფილიყო? აი სად შეიძლება რომელ ქვეყანაში?
უაღრესად დამაფიქრებელი მსჯელობაა ეს, თუ მსჯელობას დავარქმევთ ამას. ეს არის სპეკულაციური მსჯელობა. აი, ქრისტეს მოხმობა. მე არ ვიცი ამ პირმა, სასულიერო პირმა, იცის თუ არა, რას ნიშნავს რელიგიური მაქსიმა, ან რას ნიშნავს ზნეობრივი იმპერატივი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შესაძლებელია ასე პირდაპირ მექანიკურად ცხოვრებაში გადმოვიტანოთ. ესე იგი, შეგვიძლია ვირბინოთ ქუჩაში და პოლიციელებს, როგორც ეს პირი ამბობს, ლოყები აუწითლოთ. ამისკენ მოგვიწოდებთ? ეს შეიძლება? კი, მაგრამ თუ კი კანონში წერია, რომ ეს არ შეიძლება, მაშინ რა ვქნათ? თუ არასწორია ეს კანონი, ჯერ კანონი უნდა შეიცვალოს. მაგრამ ვიდრე ეს კანონში წერია, პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ფიზიკური შეხება, ეს არის კანონის დარღვევა და თქვენ როგორ მოგვიწოდებთ სასულიერო პირი, რომ კანონის დარღვევა შესაძლებელია და პირიქით მოგვიწოდებთ კი არა, დასცინით მთელ საზოგადოებას ეს რა არის, ეს რა თემაა და მოსამართლემ ეს როგორ უნდა განიხილოს. თქვენ რომ ამბობდეთ, რომ ამ ქალბატონს შეეშალა, ცუდად მოიქცა და ქალია მაინც გვაქვს ქალებისადმი რიდი, კრძალვა, მოწიწება, საქართველოში ტრადიცია ასეთი და ამის გათვალისწინებით, ამის გამოყენებით, მე როგორც სასულიერო პირი შუამდგომლობას ვწევ, რომ მას ჩაეთვალოს ის, რაც უკვე არის, ასე ვთქვათ, იმ დაწესებულებაში, სადაც დღეს ბრძანდება და გავანთავისუფლოთ და დანარჩენი მსვლელობა ამ საქმეს აღარ მიცვეთო, კიდევ სხვა არის, მაგრამ პოლიციელს, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამტყუნებთ. და ქალს, რომელმაც მამაკაც თან პოლიციას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, უდანაშაულოდ აცხადებთ. არ ხართ ღირსი, რომ ფსიქიატრიის რენტგენში გაგაშუქოთ? ღირსი ხართ და გაგაშუქეთ კიდეც. მეექვსე ადგილზე გასული ვიდა. ძალიან ცუდი, ძალიან განვიცადე, მე პირადად, ეს იყო ჩემთვის ძალიან სტრესული გარემო. თვითონ საკანი არის ძალიან პატარა, დაახლოებით 6 მეტრის სიგრძის და 4 მეტრის სიგანის. რკინის კონსტრუქცია არის, ეგრეთ წოდებული საწოლი, ხო? ორსართულიანი, რომელზეც არის დაგებული არის მატრასი, რომელიც არის რაღაც ხელოვნური ტყავი და შიგნით ალბათ ღუბელი აქვს. მოკლედ წოლის და ძილის ამბავში, რა თქმა უნდა, ეს კომფორტიც არ არის. ხო, პერსონალზე უკვე ვთქვი, რომ მე პირადად ყველა კარგად მეკცეოდა, მე ეს 10 დღე ესე გავატარე იზოლატორში. ახლა ეს გოგონა თუ ქალბატონია ტუტუცი რომ არის, სხვა საკითხია, მაგრამ მან ერთი კაი საქმე გააკეთა, დაგვანახა რა ვითარება გქონია დღევანდელ პენიტენციარულ სისტემაში. 6 მეტრი 4 მეტრზე, 24 კვადრატული მეტრი გამოდის თუ არ ვცდები, ხო? ეს მთელი ისაღები ოთახის ფართობია, ხომ და ეს ეპატარავა ამ ქალბატონს საკანში. აი ეს ფართობი. გარდა ამისა რაღაცა ხელოვნური ტყავისგან შეკერილი ლეიბი შეუთავაზებიათ და ესეც შეურაცხყოფად მიიღო. გარდა ამისა თქვა ისიც რომ ყველა კარგად მეკცეოდა, არავის შეურაცხყოფა არ მოუყენებია და არავისთან ამ თვალსაზრისით პრეტენზია არ მაქვს. აბა რა პრეტენზია გაქვს? მაშინ თქვენ უნდა გენახათ აი იმ თქვენი კუმირის დროს რომ არსებობდა საკანი, საპყრობილე და მოპყრობა. აი ის უნდა გენახათ, ის უნდა გამოგეცადათ და შემდეგ შედარებას გააკეთებდით ალბათ. მეხუთე ადგილზე გასული ვიდა. ივანიშვილი რა მოხლებით გასამართლდება? ბევრი ფორმულირება შეიძლება იყოს აქ კვალიფიკაციის თვალსაზრისით, როცა იყო თავის დროზე თანამდებობაზე. ხო არის ეს ძალაუფლების სპოროტად გამოყენება, არის უფლებამოსილების გადამეტება და სხვა სისტემური დანაშაულებები, რომელიც მე უკვე სისხლის სამართალში არის, ვიკა პერსონალური და არა კოლექტიური პასუხისგებლობის პრინციპი. სადაც კი იკვეთება პერსონალური პასუხისგებლობა ამის გარდა კონკრეტული ქმედებებისთვის
არ ვიცი, ალბათ პასუხისგებლობაზე ფიქრობს და რო ფიქრობს მე ამიტომ გონია რომ უკან ვეღარ იხევს. იმ პერიოდში მას უკან დახევის რესურსი ჰქონდა, ლავირების შეეძლო უკან დახევა, პრაგმატულად უყურებდა მოვლენებს. დღეს აი არ აქვს ეს რესურსი, არც არავინ არ ყავს როგორც გითხარი, ვინც მას ეთყვის რომ არ შეიძლება ან წინააღმდეგობას გაუწევს და მგონია რომ აი ეს შიში პასუხისგებლობის მას ალბათ უკან დახევის შანსს უზღუდავს და შეიძლება შეცდომაზე რომ უშვებენ და გამაოგნებელია ბოლო პერიოდის ამბები, რა კანონებს იღებენ, ან ხალხს რისთვის იბარებენ სასამართლოებში, ეს არის ამის პასუხი ჩემი ანალიზით. ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო ეკა, ერთ რამეში კი გეთანხმებით, რომ ივანიშვილი მართლაც არის ზოგიერთი საკითხის გამო გასამართლებელი, მაგრამ არა იმის გამო, რასაც თქვენ ამბობთ. ივანიშვილს მე გავასამართლებდი იმის გამო, რომ იმ ხალხთან დაიჭირა საქმე, ვისთანაც დაიჭირა თავიდან. მე მას გავასამართლებდი იმის გამო, რომ ქართველებს შემოგვაჩეჩა და შემოგვტენა პრეზიდენტად ვინმე მარგველაშვილი, ვინმე ზურაბიშვილი. გავასამართლებდი იმის გამო, რომ რესპუბლიკელებთან დაიჭირა საქმე და რესპუბლიკელები პოლიტიკურად ეს პოლიტიკური ჯართი და გვამი, პოლიტიკური ნაგავი გააცოცხლა და სული შთაბერა. აი ამის გამო კი ბატონო. აი აკუბარდიასა და ჯანგირაშვილის ჯიხურში რომ დადიოდა, ამას რომ კადრულობდა, ამის გამო შეიძლება გაასამართლო. თავის დროზე ეგრეთ წოდებულ ვარდების რევოლუციას რომ უჭერდა მხარს, ამის გამო შეიძლება გაასამართლო და ბევრი რამის გამო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმის გამო, რაც თქვენ თქვით და როდესაც ამბობთ, რომ დღეს არავინ არ ყავს გვერდით, ვინც სიმართლეს ეტყვის, სწორ სიტყვას ეტყვისო. მაშინ ყავდა? მე რომ ჩამოვთვალე, იმ ადამიანების გარემოცვაში უნდა დარჩენილი, ხო? შესაძლებელია დღესაც არ ყავს. ისეთები, როგორც უნდა ყავდეს, მაგრამ ისინი მოკავთ მაგალითად და მათთან დარჩენა ჯობდა ან მისთვის და ან საქართველოსთვის. ვერ დაგეთანხმებით. მეოთხე ადგილზე გასული ვიდეო. ეს გვაქვს ერთადერთი იმედი და ეს იმედი არის ამერიკა და ჯო უილსონი ჩვენი მეგობარი. ერთადერთი იმედზე დარჩენილა ეს ქალბატონი. ვინმე ჯო უილსონს. რაღაც არ მგონია რომ ერთადერთი იმედზე დარჩეს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი იმედზე არასოდეს ყოფილა ჩამოკიდებული და რაღა ახლა ამ ჯო უილსონთან დარჩება ასე ცალად. ვიჭირს ცოტა ამის წარმოდგენა. მესამე ადგილზე გასული ვიდეო. ერთადერთი შანსი საქართველოს გადარჩენის არის რომ ის იყოს პრობლემა დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობების. ამ გაპრობლემის გარეშე რა გვაქვს? გესმით რა თქვა ამ გარეწარმა? ესე იგი საქართველოს უნდა იყოს მუდმივი პრობლემა რუსეთსა და დასავლეთს შორისო. ეს მისი სამოქმედო პროგრამა იყო. საქართველოს უნდა ყოფილიყო პრობლემა, რომელსაც რუსეთი და საქართველოს, რუსეთი და დასავლეთი ბოდიშვილი ვერ გადაჭრიდნენ და ეს რას მოუტანდა საქართველოს. გესმით? იმის ნაცვლად რომ საქართველოს ყველა მიმართულებით ეძებნა სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი, მეზობელი და ასე შემდეგ, თურმე ჩვენ უნდა ყოფილიყავით პრობლემა რუსეთსა და დასავლეთს შორის. აქედან გამომდინარე შედეგებით. აი ეს იყო ამ ვაჟბატონის სამოქმედო გეგმა. მეორე ადგილზე გასული ვიდეო. და ისე ნუ მისვათ ამ კითხვას რომ ლევან შენ რამე რეცეპტი გააქვს რეცეპტი მაგ დამხობის დამხობა როგორ ხდება რანაირად მოგიყვეთ ახლა დეტალებში რანაირად დავამბობთ რეჟიმი აი შენი დასამხობი თუ სადმე ვინმე არსებობს მართლა რა უთხრა მე იმას მაგრამ ხედავთ რა გეგმები აქვს ეს თავის გეგმას კი არ ამბობს ეს როგორ დაისახავდა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმად მაგრამ ეს ჩართული ყავთ იმ არამზადებს დასავლეთში რომლებიც ამ გეგმას არ ეშვებიან სოციალური თავით. ამ გეგმას ატრიალებენ მუდმივად, რომ როგორმე სახელმწიფო გადატრიალებამდე
მიიყვანონ საქართველოს. აი კიდევ ერთი რევოლუციონერი. რევოლუცია აჯანყება უკაცრავად ეხა ადამიანის უფლება, ხალხის უფლება. ეს პირველ ადგილზე გასული ვიდეოა. ამ ქალბატონს რომ მკითხო, აი შეკითხვა რომ დაუსვა, რა არის რევოლუცია? დეფინიცია მომეცი, განმარტება. თუ ტელეფონი არ მოიღო და Google-ში არ შევიდა, რა თქმა უნდა, რევოლუციის განმარტებას ვერ გეტყვის, მაგრამ რევოლუციისთვის ემზადება და რევოლუცია ეს არის ხალხის ნებავ. არა, ქალბატონო ინგა, თქვენ რასაც გეგმავთ, ის ისე დგას, ისე შორს დგას. რევოლუციისგან, როგორც ცა დედამიწისგან. თქვენ სახელმწიფო გადატრიალებასთან, უბრალოდ რომელ ძალასაც ხარ მიტმასნილი და მიყიდული, აი ის ძალა გეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას. და რისთვის გჭირდებათ ეს სახელმწიფო გადატრიალება? ეს სახელმწიფო გადატრიალება გჭირდებათ იმისთვის, რომ ისევე ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს. აი როგორც ათობით და ასობით ახალგაზრდა გაწირეს. გირგვლიანით დაწყებული და მოლაშვილით და ვაზაგაშვილით და რობაქიძით და გამცემლიძით და სხვებით დამთავრებული დიდია ეს სამწუხაროდ. აი ამისი მობრუნება გინდათ. თქვენ რა გინდათ, იცით, ქალბატონო ინგა, უბრალოდ იმ ძალას, რომელსაც თქვენ მიეყიდეთ და მიეტმასნეთ. იმ ძალას უნდა ისეთი რეალობა შეიქმნას, რომელიც აი ჩემმა და თქვენმა კოლეგამ მერაბ ჭიქაშვილმა მოხვა კომისიაზე, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქვია დროებით. ჭიქაშვილი არ შეაგდოთ კამერაში. მესმის ხმა. ჭიქაშვილი არ შეაგდოთ კამერაში. ეხლა მოვდივართ. და აი როგორ გითხრათ? კი, მუხლებზე ვარ, ფაქტობრივად ძის ვგდივარ ეხლა მე რა. ხელები უკან შეკრული მაქვს. მით რა ქვია, ბორკილებით. როგორ უნდა ვიყო, რა მდგომარეობაში უნდა ვიყო, გამორიცხული რომ მე რაღაც ისე ვიყო რაღაცა და ძირს ვდივარ. ჩამოდის ეს, ხედავ რა კიბეებზე ჩამოდის, ჩამოირბინა ჩვეულებრივ ფორმაში ადამიანმა ახალგაზრდა ბიჭმა თავზე ნიღაბი უკეთია, წამოდექი ბიჭო ფეხზე. მე მეუნება. დანარჩე გასუსულია სიხის თანამშრომლები. და რა წამოდექი, მუხლებზე დადექი ბიჭო. მუხლებზე ვარ, რაღა უნდა წამოვიცი, მუხლებზე ვარ. ნიღაბს იხსნის მაფუთხებს სახეში და მეუნება რომ მიცანე ბიჭო. ახლა როგორ ავარიცით რომ მართლა გაოცებული ვარ, მაგრამ კიდე ერთხელ მაფუთხებს ისე რა. ეს ფოტოგრაფი უღებს, საბოლოოდ იწყებს შემცემას და მაგინებს წიხლებით მცემს, უკვე დავარდი ვითიშები და წიხლებით მცემს, მე ერთი პერიოდი ჩერდება და ხო ეხა ნახავ შენ რა მოგივა და ეს სისხლზე ამას არ დავინახო რა. და უცებ რაღაც პაუზაა და ეს მობილური, ეს მობილიც მიღებს, იღებს ტელეფონს, ეს წესრიგდება, ალბათ ნიღაბს იკეთებდა ესე უკან ავიდეს, ეს ფოტოგრაფი დგას, არ მოკიდო ჯერ ხელი და იღებს ტელეფონს და რეკავს. აუ გაგიჟდები ეხლა რომ ნახო ეს რა დღეშია ეს, რატომელი წვერებიანი ჭიქაშვილი რა დღეშია გაგიჟდები. სამწუხაროდ ამნაირი უამრავი ფაქტის დაბრუნება უნდათ ამ ქალბატონებს და ამ ვაჟბატონებს, რომლებიც ოცნებობენ სახელმწიფო გადატრიალებას. ამით დავასრულებ ამ რუბრიკას ფსიქიატრიის რადგენი და მივუბრუნდეთ ახლა გადაცემას. მოდით საქართველოსკენ გადმოვინაცვლოთ, როგორია დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, ევროკავშირის მიმართ, რა მოდის იქიდან და რა ხდება აქ. პრემიერ-მინისტრი ბატონი კობახიძე. ნახეთ, ქართულ ხალხს აშანტაჟებენ უკვე ამდენი წელია. გრძელდება 4 წელია ქართული ხალხის შანტაჟი, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართული ხალხი შანტაჟს არ წამოიგება. ესეც არის ქართული ხალხის დაშანტაჟების მორგი მცდელობა. დასავლეთიდან ეს მოდის და ეს ახლა არ დაწყებულა. 35-40 წელიწადია, რაც დასავლეთი გვაშანტაჟებს და თანაც აი უფრო დააკონკრეტებს ახლა რა თემებით და რა კონკრეტიკით ბატონი კობახიძე ისევ. ქართულ ხალხს ერთადერთი
ხელშესახები სარგებელი აქვს მიღებული დღემდე ევროკავშირისგან, ეს არის უიზო მიმოსვლა. და როდესაც ქართულ ხალხს ერთსამით მე რას ვარ თქო, ისინი ლაპარაკობენ. ვიღაცებს წინთ, რომ ნაცმოძრაობა ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში. და ამის გამო რა თქმა უნდა ევროკავშირში წინთ ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ დღეს ასეთ თემებზე, ხო, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ქართველი ხალხი. ისინი არჩევნების წინაც აშანტაჟებდნენ ქართულ ხალხს. თქვენ გახსოვთ, პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ დააშანტაჟა ქართველი ხალხი, პირდაპირ მოუწოდებდა მათ შორის საზოგადოებას, რომ მაქსიმალური აქტიურობით გასულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ჩამოეშორებინათ არსებული ხელისუფლება. მართალი ხართ ბატონო ირაკლი. სწორია, ეს შანტაჟიც სწორია, მათი უსინდისობა სწორია, ყველაფერი სწორია, მაგრამ ხომ არ ჯობდა ამ საკითხზე მაშინ გეფიქრათ, როდესაც ევროკავშირს როგორც საქართველოს მომავალს კონსტიტუციაში ერთ-ერთ მუხლად წერდით. აი მაშინ რომ გეფიქრათ, ხომ არ ჯობდა? ვერ მიხვდით მაშინ? თუ ვერ მიხვდით, მოსულიყავით ჩემთან და გეკითხათ და მე გეტყოდით. რა შედეგამდე მივიდოდა ეს. მაგრამ ჩემთან მაშინ კი არა დღესაც არ მოდიხართ. და ჩემი აზრის გაგონება დღესაც არ გსურთ. ამიტომ ხართ ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ხართ, ეს ერთი მიმართულება ევროკავშირი. ახლა მეორე მიმართულება ვნახოთ ნატო, რომელიც ასევე კონსტიტუციაში გაქვს შეტანილი როგორც საქართველოს ნათელი და უმზეო მომავალი. რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, თქვენ ხედავთ როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოებიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებაზე, რაც არის ფაქტი, რაც არის მოცემულობა. ნახოთ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები. მომავალშიც ისევე განვითარდება, როგორც ახლა ვითარდება. მაშინ რაგი არ მკითხეთ და არ მოისურვეთ ჩემთან გასაუბრება, ახლა გეუბნებით აქედან ამ ეკრანიდან, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამიტომ ნატო კი არ შეცვლის რამეს თქვენს მიმართ და საქართველოს მიმართ. თქვენ უნდა შეცვალოთ რაღაც. უნდა შეცვალოთ თუნდაც იმიტომ, რომ აი ასე მსჯელობთ. იმ პირობებში, როდესაც პასიურ რეჟიმშია გადასული მათი გადაწყვეტილებით, ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება, მათი გადაწყვეტილებით ურთიერთობები, ასეთი საკითხები აღარ არის აქტუალური. ჩვენზე არ არის საუბარი, მათთვის არ არის პრიორიტეტული, მათთვის არ არის პრიორიტეტული. მე ვერ ვისაუბრებ იმ თემაზე, რომელიც პასიურ რეჟიმში გადაიყვანა თავად ნატომ. დიახ, თავად ნატომ გაგიკეთა თქვენ ის, რაც გაგიკეთათ. გაუკეთა საქართველოს ის, რაც გაუკეთა. 35 წელიწადი გაყვირათ ნატო და შემდეგ შემოგაფურთხათ სახეში, ამოგარტყათ პანღური და გამოგაგდოთ ასე შეურაცხყოფილი და შერცხვენილი. აი ეს არის ფაქტი, ამას უნდა აღიარება და ამის გაგრძელება არ არის ის, რომ ჩვენ ხვალ ისევ ნატოში წავალთ, ჩვენ ხვალ ისევ სტრატეგიული პარტნიორები ვიქნებით დასავლეთის და გავხდებით ევროკავშირის წევრი. არ არის ამისი პასუხი. ამისი პასუხი არის ის, რასაც მე გეუბნებით. უნდა დაანებოთ თავი, როგორც ადრე მithქვამს, ამ წყეულ ნატოს, ამ წყეულ ევროკავშირს, უნდა დაანებოთ თავი, უნდა დაივიწყოთ და უნდა მიმოიხედოთ ირგვლივ. არის კიდევ სხვა მიმართულებები და განსაკუთრებით ის მიმართულება, რომელსაც რუსეთი ქვია. რუსეთთან დიალოგი დაიწყეთ. ვიდრე დროა. ვიდრე ის რკალი არ შეკრულა ბოლომდე და ვიდრე აქ არ გაჩენილა ხანძარი საქართველოში. აი, მანამდე უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი. მერე იქნება დაგვიანებული. და მერე თუ მომეცემა მე საშუალება იმისი, რომ საიდანმე გელაპარაკოთ და თქვენ საშუალება იმისი, რომ საიდანმე მომისმინოთ, მაშინაც იგივეს გეტყვით, მაშინ დაგეჯერებინათ ჩემთვის მეთქი, მაგრამ არც ადრე დამიჯერებთ, არც ახლა მიჯერებთ და მიდიხართ ისევ თქვენი გზით, აი თქვენი გზა როგორია, აი მაგალითად როგორ გვექცევა ბრიტანეთი.
დიპლომატიური უწყება ამჯერადაც გასცდა საკუთარ კომპეტენციას და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას სცადა. დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ თვითმმართველობის არჩევნებში ეუთო ოდირი უნდა მოიწვიოს. ამავე განცხადებაში ბრიტანეთის წარმომადგენლობა უარყოფს, რომ მათი გრანტებით ჩვენს ქვეყანაში პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსება ხდება. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას მოიწვიოს ეუთო ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად. დიპლომატიურ უწყებას მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები უფლებამოსილების ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ურთიერთთანამშრომლობა პირველ რიგში პატივისცემაზეა დამყარებული, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ბრიტანული ფულით საქართველოში რადიკალები მათი NGO-ები და გამომცემლები ფინანსდებიან, რთულია პარტნიორობაზე საუბარი. აი ეს არის მათი ხელწერა, ეს არის მათი ცხოვრების წესი, ეს არის მათი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და ჩვენნაირი სახელმწიფოების მიმართ. ამიტომ უნდა შეიგნოთ ეს და უნდა მიხვდეთ ერთ ჭეშმარიტებას. ისინი არ შეიცვლებიან. და რა კი ისინი არ შეიცვლებიან, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება მათთან. ეს არის ერთადერთი ფორმულა, რომელიც არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. გნებავთ დაიჯერებთ, გნებავთ ნუ დაიჯერებთ. ეხლა მაგალითად აი როგორ მსჯელობენ ევროდეპუტატები საქართველოსთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც პოლიტპატიმარია. ვიყავი საქართველოში მის ერთ-ერთ პროცესს დაავესწარი და შემიძლია გითხრათ, მისი შემთხვევა პირდაპირ თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე. მზია ბრძოლის სიმბოლოა, რომელიც რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად აგრძელებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ის სამიზნეშია ამოღებული, ვინაიდან სიმართლის მხარეს დგას და უარს ამბობს გაჩუმებაზე. დღეს ასობით პოლიტპატიმარი, ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და სახელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაპატიმრებული არიან სისტემის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სისტემის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და რუსულ კონტროლს ამყარებს. ქართველი ხალხი ზუსტად იმ ღირებულებებისთვის იბრძვის, რომლებსაც ეს პარლამენტი წარმოადგენს: თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. აი ეს ქალბატონი გახლავთ ნაცი ევროდეპუტატი. ევროდეპუტატია, მაგრამ ნაცია, რასაც აქ ეს ნაცები ყბედობენ, ამას ყბედობს ეს ქალბატონი იქ, ევროპაში. ერთსა და იგივეს ლაპარაკობენ. მაგრამ მარტო ნაცები კი არ არიან იმ ევროპაში და ევროპარლამენტში. ხოსებიც არიან, თქვენ წარმოიდგინეთ. აი მაგალითად. ვფიქრობთ, რომ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოა და არ გვსურს ევროკავშირი მის შიდა საქმეებში ჩაერიოს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში მედიის თავისუფლების ნაკლებობა ნამდვილად არ არის. ბრიუსელის ელიტა კი ირწმუნება, რომ არც მედიის თავისუფლება გაქვთ და არც გამოხატვის, თუმცა ისინი ქართველ მაღალჩინოსნებს თბილისში არ ესაუბრებიან, რაც დიდი პრობლემაა. მათი შეხედულებები საქართველოზე არის მიკერძოებული, რაც სახიფათო მიდგომაა. ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს. შესაძლებელია, რომ მათ სურდეთ საქართველო მეორე უკრაინად აქციონ. ახლა როგორ უნდა გავიგოთ და როგორ უნდა მივიღოთ ჩვენ ეს ყველაფერი. ისე არა, როგორც საქართველოში ამას იღებენ. ნაცების მომხრე ტაშს უკრავს ნაც ევროდეპუტატს, ქოცების მომხრე ტაშს უკრავს ქოც ევროდეპუტატს. ასე არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე. იქ ზოგი კარგი და ზოგი ცუდი კი არ არის. იქ არის ზოგი ამ მხარის მიერ მოსყიდული, ზოგი იმ მხარის მიერ მოსყიდული. ჯამში ეს ორივე ერთი და იგივე უბედურებაა. ორივე ერთნაირი თახსირია. იმიტომ რომ მოსყიდულია. არა აქვს მნიშვნელობა რომელი მხარის მიერ. აი ასე უნდა გავიგოთ. დალპა ეს ევროპა. დალპა ევროპოლიტიკური ისტაბლიშმენტი. თანხის, ფულის, გასამგჯელოს გარდა მათ არაფერი ახსოვთ. სულ ფეხებზე გიდიათ ბოდიში ამ გამოთქმისათვის თქვენი საქართველო ქოც ევროდეპუტატსაც და ნაც ევროდეპუტატსაც. ორივე ერთი მეორეზე უარესია. აი ასე უნდა გავიგოთ და ასე უნდა მიუდგეთ და საერთოდ უნდა დავანებოთ თავი, რას ყრანტალებენ ეს გარეწრები იმ თავიანთ პარლამენტში. საერთოდ უნდა დავანებოთ ამას თავი და ჩვენი გზა უნდა ვეძებოთ. ჩვენი მიმართულება უნდა ვიპოვოთ, რომელიც ისტორიულად არის აპრობირებული.
რომელიც სხვადასხვა ფაქტით და არგუმენტით არის გამაგრებული. აი ეს თუ არ გავაკეთეთ, იქ ყოველთვის მოიძებნება ნაციც, ქოციც და კიდევ სხვა უბედურებას, რომელიც ყოველთვის საზიანო იქნება საქართველოსთვის, თუმცა შესაძლებელია სასარგებლო იყოს ან ნაცისტვის, ან ქოცისთვის, ან რომელიმე სხვა დაჯგუფებისთვის. საქართველოსთვის იქნება ყოველთვის საზიანო. დიახ, ახლა ტრამპის ერთი გადაწყვეტილება ირანთან დაკავშირებით. მაქვს შეტყობინება პირდაპირ პრეზიდენტისგან და წაგიკითხავთ ციტატას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არის რეალური შანსი მოლაპარაკებების, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა ირანთან შედგეს ან არ შედგეს, კონფლიქტში ჩართვაზე გადაწყვეტილებას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მივიღებ. ესაა ციტატა თქვენთვის პირდაპირ პრეზიდენტისგან. აი მე რომ თქვი, რუსეთი გულხელდაკრეფილი არ იქნება მეთქი, ეთყობა რაღაც არხები მუშაობენ, რაღაც ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთთან არსებობს, რას რა მოყვება ამის შესახებ ერთმანეთს საქმის კურსში აყენებენ და აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ტრამპმა რაღაც ტაიმ-აუტი აიღო იმისთვის, რომ კიდევ დროში გაწელოს ეს ამბავი. ეს ალბათ კარგია და მისასალმებელია, იმიტომ რომ ომი არ არის საბოლოო გადაწყვეტა საკითხისა. საკითხის საბოლოო გადაწყვეტა არის მოლაპარაკება და არის გონება და არის ზნეობა. ამის გარეშე ომებით საკითხი არ წყდება და ერთი საკითხი, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაწუხებს. ჩვენზე რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი. გარდა იმისა, რომ ეს გლობალური სისტემური ცვლილებები, რომელიც შეიძლება ჩვენს ირგვლივ მოხდეს, იმოქმედებს ჩვენზე, რა თქმა უნდა. ამან შეიძლება პირდაპირი გავლენაც მოახდინოს. ამან შეიძლება მოახდინოს გავლენა იმ თვალსაზრისით, რომ იქიდან დაიძრას ლტოლვილთა დიდი ნაკადი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს, ასე ვთქვათ, მოედება, შეესება და მათ შორის არ ჩვენ ვიქნებით შორს, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ვარ შორს და ჩვენზეც ამან შეიძლება გავლენა იქონიოს. ეს ერთი დასაფიქრებელი მომენტია და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამაზე ფიქრობს და რაღაცა გარკვეული გეგმა ამასთან დაკავშირებით, თუ კი ასე განვითარდება მოვლენები, იმედი მაქვს, რომ ექნებათ. მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი, ჩვენ რაღაცნაირად ჩართული ხომ არ აღმოვშდებით ამ ვითარებაში. ისევე, როგორც იდგა საშიშროება უკრაინასთან დაკავშირებით, უკრაინის პროცესების დროს აღმოვშდებოდით თუ არა ჩვენ მეორე ფრონტში ჩართული და გაიხსნებოდა თუ არა აქედან მეორე ფრონტი. რაღაც ამდაგვარი საშიშროება შესაძლებელია ახლაც დადგეს ჩვენს წინაშე. რა შეხედულება, რა პოზიცია, რა დამოკიდებულება ექნება საქართველოს მმართველ პარტიას და მთავრობას ამასთან დაკავშირებით. სოზარ სუბარის ერთი განცხადება არსებობს, რომელიც მე უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი მეჩვენა და მინდა რომ თქვენ შემოგთავაზოთ. მაგალითისთვის ვიტყვი, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ტრამპი ახლა ირანთან ომს დაიწყებს, მაგრამ თქვათ, რომ ირანთან დაძაბვის შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ირანი 3000 წელი არსებობს, არის რაც ჩვენი მეზობელია. 3000 წლის წინ შეიქმნა პირველი ქართული სახელმწიფოები, დიაოხი და კოლხა და 5000 წლის ისტორია აქვს ირანულ სახელმწიფოებრიობას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეზობლები ვიყავით და კიდე დიდხანს ვიქნებით და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი მეზობელი, 80 მილიონიანი ქვეყანაა, უზარმაზარი ქვეყანაა და ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ როგორც ჩვენ ვერავინ ვერ ჩაგვრთო, თქვათ, უკრაინის წინააღმდეგ ბოდიში რუსეთის წინააღმდეგ ომში და მეორე ფრონტის გახსნაზე ვიყავით ძალიან მტკიცედ. რაღაც მომენტებში შეიძლება ასეთი მტკიცე პოზიცია დავიკავოთ სხვა მეზობლებთან დაკავშირებით, თუ ვინმე მოგთხოვს რაღაც ნაბიჯების გადადგმა. აი ეს არის ეს პოზიცია, რომელიც იმედი მაქვს, რომ მარტო ბატონ სოზარ სუბარის პოზიცია არ არის, არამედ სადღაც რაღაც შეჯერებული არის და შესაძლებელია მთავრობის პოზიციაც კი იყოს და უნდა იყოს კიდეც. ამის იმედი ნამდვილად უნდა ვიქონიოთ, იმიტომ რომ ომში ჩართვა თუ არ გინდა ერთი მიმართულებით, არ უნდა გინდოდეს მეორე მიმართულებითაც. ომის უნდა გეშინოდეს. იმ გიჟების გარდა ომის ყველას ეშინია. აი ეს არის ის პოზიცია, რომლის იმედი მაქვს, რომ აქ ეს რაღაც თადარიგი დაჭერილი ექნება მთავრობას და ხელისუფლებას და ეხლა რაც ვისაუბრეთ დღეს აი მიმართულებების შესახებ და
კერძოდ რუსეთთან დაკავშირებით თქვი, რომ აი ეს მიმართულება არის სასათვისებელი. აქ არის რევოლუციური გარღვევა შესატანი. ჩვენ რუსეთთან უნდა დავიწყოთ პირდაპირ დიალოგი. მე აქ ხედავთ მაგიდაზე ერთი წიგნი მიდევს, ეს გახლავთ. წიგნი ბატონ ჯუმბერ პატიაშვილის და ჯუმბერ პატიაშვილი საინტერესო პიროვნება იმდენად რამდენადაც იყო მეთაური ჩვენი რესპუბლიკისა საქართველოს პირველი პირი და თანაც ისეთ რთულ დროს რომლის მსგავსი ძნელი მოსაძებნია ისტორიაში, ხო? აი იმდენმა რამემ გადაიარა ამ პიროვნების მხრებზე, რომ მის თითოეულ სიტყვას აქვს მნიშვნელობა და ყურადღებით უნდა გავეცნოთ. აი მაგალითად იმ აზრის გასამტკიცებლად, რომელიც მე უკვე გამოვთქვი აქ. აი ერთ-ერთ პასაჟს გაგაცნობთ, აი რას ამბობს. რუსეთთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის გარეშე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღიდგენს. ამ წიგნს ჰქვია 23 წლის შემდეგ. გამოცემული არის 2013 წელს. უკვე 12 წელია რაც გამოცემულია. მე არ ვიცი რამდენმა ადამიანმა წაიკითხა, ალბათ ბევრმა, იმიტომ რომ ბევრს დაინტერესებდა ეს საკითხი, მაგრამ თუ კი წაიკითხეთ, აი აქ ის კაცი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან დიდი გაკვეთილი მიღებული აი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი რას გეუბნებათ? კიდევ ვიმეორებ. რუსეთთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის გარეშე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღიდგენს. აქვე არის კიდევ ერთი ასეთი წინადადება ნათქვამი. ანტირუსული პოლიტიკის გატარება იმ მოცემულობასა და საზღვრებში, რომელშიც დღევანდელი საქართველოს იმყოფება. მხედველობაში მაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ანტიქართული პოლიტიკის გატარებას ნიშნავს. თქვენის ნებართვით კიდევ ერთხელ წავიკითხავ. ანტირუსული პოლიტიკის გატარება იმ მოცემულობასა და საზღვრებში, რომელშიც დღევანდელი საქართველოს იმყოფება. ფრჩხილებს აღარ ვკითხულობ. ანტიქართული პოლიტიკის გატარებას ნიშნავს. აი აქ რომ გულზე და მკერდზე ხელს იბაგუნებენ და ისე გაჰყვირიან რუსოფობიურ წინადადებებს და ლოზუნგებს, ეს ხალხი პატრიოტი ხალხი არ არის. ესენი არიან ანტიქართულად მოაზროვნე ადამიანები, იმიტომ რომ მათ საქმიანობას შედეგად მოაქვს ანტიქართული საქმე. აქვე მე მინდა ერთი ამონარიდი გაგაცნოთ გაზეთიდან, ეს გახლავთ თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ბატონი მამუკა ფიფია, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთ რამეს აცხადებს. ესე იგი, ხელისუფლებას უნდა მიმართოთ თხოვნით დაიწყოს დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან ყველა იმ პრობლემის გარშემო, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის დაგროვდა. 3 ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით. ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია, რომ ეთხოვოს საქართველოს მმართველ პარტიას და მთავრობას, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგი დაიწყოს. ერთ-ერთი ინიციატორი ამ საქმისა გახლავთ ბატონი მამუკა ფიფია და გასაგებია მისი ეს პოზიცია ასეთია. აქვე წერია ასეთი რამ. საქართველოს მოსახლეობას 33 წლის განმავლობაში სჯეროდა, რომ დასავლეთი მეგობარია და საქართველოს გაერთიანებასა და ტოლვილების სახლებში დაბრუნებას აპირებს. მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ განგრენა, რაც საქართველოს სოხუმისა და ცხინვალის ჭრილობათა შედეგად სჭირს, უმთავრესად სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების გამოწვეული. ის, რაც სოხუმში და ცხინვალში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უჭირს, ეს არის დასავლელი პარტნიორების ქმედებით გამოწვეული. ამას გვეუბნება ქართველი კაცი, სულით ხორცით ქართველი კაცი მამუკა ფიფია. და კიდევ ერთი ამონარიდი. მაქვს
სისტემატური შეხვედრები რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირო სახელმწიფოს მდივანთან, გლაზევთან, რომელიც უშუალოდ ემორჩილება რუსეთის და ბელორუსის პრეზიდენტებს. შესაბამისად, საკმარისი ინფორმაცია გამაჩნია საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით. თუ ბელარუსის მხრიდან სოხუმის და ცხინვალის აღიარება მოხდება, მერე სხვა ქვეყნებშიც დომინოს პრინციპით მიყვებიან და საქართველოს გამთლიანებაზე ოცნებაც კი ზედმეტი გახდება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებ ბელარუსიდან წამოსული ნებისმიერი სიგნალი გულმოდგინედ გააანალიზოს, რადგან ისინი რუსეთთან არის შეთანხმებული. რა თქმა უნდა, ბელარუსი ისე ნაბიჯს არ გადადგამს და ამიტომ აქ მაჯაზე თითი უნდა გედოთ, რომ პულსი გესმოდეთ. რამე არ გამოგვეპაროს. რაღაცაში უყურადღებობა არ გამოვიჩინოთ, თორემ მერე გვიანი იქნება და ბოლოს ერთი ასეთი წინადადება, ასეთი მოსაზრება ბატონ მამუკას ამ ინტერვიუდან. პირდაპირ გეუბნებით, რუსეთი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზად არის ამ ომში ძლევამოსილად გასამარჯვებლად. საქართველომ კი დროულად უნდა განსაზღვროს ანტიქრისტესთან გადამწყვეტ ომში რომელ მხარეს დადგება. ანტიქრისტესთან გადამწყვეტ ომში რომელ მხარეს დავდგებით და რომელ მხარეს აღმოჩნდებით. აი ეს უნდა განსაზღვროთ. მოგვიწოდებს ბატონი მამუკა პიპია, რაშიც მე აბსოლუტურად ვეთანხმები და რა თქმა უნდა ეს გასათვალისწინებელია ყველას მიერ, თითოეული ჩვენგანის მიერ. აქ მინდა ერთი ვიდეო მასალა შემოგთავაზოთ, ისევ სასულიერო პირი. გავნადგურდით რუსის შექმნის მიერ განსაკუთრებულად, იმიტომ რომ უკვე აღარ გვახსოვს არც მონღოლი, არც სპარსი და არც სხვა დამპყრობელი არაბი და ასე შემდგომ. ვინც დღეს არის შენს მიმართ, ის არის საუკუნეების განმავლობაში რომ ჩაგრავს და გცხვენოდეს. მაშინ როცა შენი მტერი გაქებს, ესე იგი ვერ ყოფილა შენი საქმე კარგად. როცა კარგავ ამდენ მეგობარს, როგორ გა შენი საქმე კარგად და ყველაზე დიდი ყავს დაკარგული იესო ქრისტე. აი ეს კაცი მართლმადიდებელი მღვდელია და არ შეიძლება მართლმადიდებელი მღვდელი ასე ანტირუსულად იყოს განწყობილი და რუსოფობიით იყოს შეპყრობილი. არ შეიძლება ამის დაშვება, იმიტომ რომ რუსეთი, როგორც გითხარით, არის ბურჯი მართლმადიდებელ სამყაროსი. რუსეთის გარეშე მართლმადიდებელი სამყარო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ პირველი ბრძოლა, უპირველესი ბრძოლა გამოცხადებულია მართლმადიდებლობასთან. რუსეთზე მეტად მართლმადიდებლობას ებრძვია. დასავლეთი, სამწუხაროდ დასავლეთი აკეთებს ამას. ამის გათვალისწინებით ის ტრადიცია, რომელიც დავნერგა ამ გადაცემაში, ის რიტუალი ისე უნდა გავიმეორო, ეს გახლავთ ლოცვა მართლმადიდებლობაზე, ეს გახლავთ სანთლის დანთება, რომელიც არის ყველაზე წმინდა და ყველაზე სუფთა რიტუალი ამ ეკლესიაში, ამ სამყაროში და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც სამშვიდობოს გაგვიყვანს. მინდა თქვენს შემოგთავაზოთ, რომ ჩემთან ერთად გადაიწეროთ პირჯვარი და შევეცადოთ, რომ მართლმადიდებლობის გზით ვიაროთ, მართლმადიდებელი სამყაროსკენ ვიაროთ, მართლმადიდებლობის მიმართულებით ვიაროთ, რამე თუ ეს არის სწორი გზა. ისე როგორც ეს ანგელოზი აი ამ მისთვის ნელად დასაძლევ ბარიერზე, კიბეებზე ადის ასე გულმოდგინედ იმისთვის, რომ ეკლესიისკენ, სისუფთავისკენ, სინათლისკენ, ზნეობისკენ ღმერთის მიმართულებით იაროს და სანთლებთან მივიდეს და სანთლებს გულით შეხაროდეს. აი ასე უნდა ვიცეოდეთ თითოეული ჩვენგანი, ოღონდ ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც არის მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული. ეს მარტო რიტუალი არ არის, მარტო სანთლის დანთება არ არის, მარტო პირჯვარის გადაწერა არ არის. ეს მთელი სამყაროა, რომელთან ძალიან ბევრი
ძაფით, ხილულით და უხილავით ვართ დაკავშირებული და აი ეს უნდა გავიგოთ და ეს უნდა გავაცნობიეროთ. აი თითქმის ყველაფერი ის რისი თქმაც დღეს თქვენთვის მინდოდა. ამითი დავასრულებ დღევანდელ გადაცემას იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვებით. ნახვამდის.